მოგესალმებით, შენი პოდკასტი. დღევანდელი ეპიზოდის სტუმარია სერტიფიცირებული ნუტრიციის კოუჩი და მეტის დამფუძნებელი თათული ოქრიაშვილი. ამ ეპიზოდში ვსაუბრობთ ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა deep health, ღრმა ჯანმრთელობა და ცნობიერი კვება. თათული გვიზიარებს პრაქტიკულ რჩევებს საკვების, ნუტრიენტებისა და ვიტამინების სწორ გადანაწილებაზე, გამოყენებასა და ბალანსის პოვნაზე. ასევე განვიხილავთ ძალიან საინტერესო კონცეფციას. საკვები როგორც ინფორმაცია და ვარკვევთ რა პირდაპირი გავლენა აქვს ჩვენს რაციონს, ჩვენსავე ფსიქიკასა და ყოველდღიურ ქცევაზე. რო ავიღოთ მოკლედ ახლა ჩვენი საუბრის თემა, რაც ქართველების მთავარი საყვარელი ამბავი არის ჭამა, საჭმლის ჭამა, მაგრამ ამისი უფრო სწორი, გაცნობიერებული გამოყენება და გზა. რომ მაქსიმალურად ჩვენც ვისიამოვნოთ პროცესით და თან სარგებელიც მივიღოთ, რომ ისე არ იყოს, რომ მხოლოდ გასავალი იყოს, ან ჩვენი თავი დავიზიანოთ და მაგისთვის გონია კარგია, რომ განსაზღვროთ ჯერ ის რაც ფუნდამენტი, რაზეც შემდეგ შენდება ეს მთელი ნუტრიციოლოგია და ეს ყველა დიეტები და deep health-ი მაგ შემთხვევაში, როდის შემოდის შეგიძლია რომ ავხსნათ და გავაცნოთ მაყურებელსაც, რას ნიშნავს ეს ცნება, რომ ეს ღრმა ჯანმრთელობა და შენ როგორ ახსნი და ეს ამბავი და ფაქტორი რა არის და როგორი არის? კი. ზოგადად deep health-ი, ანუ სიღრმისეული ჯანმრთელობა, იგივე გულისხმობს იმას, რომ ადამიანის კვებას არ განვიხილავთ მხოლოდ მისი კვებითი ქცევებით. არამედ, ანუ რადგან ადამიანი კომპლექსური ორგანიზმია და ცხოვრობს კომპლექსურ გარემოში, მის კვებასაც და ქცევებს განვიხილავთ ამ გარემოდან გამომდინარე. ხო, ანუ შეიძლება იყოს პოლიტიკური მოვლენები, ხო, რაც მას გარშემო ახლავს, შეიძლება ემოციური, ეგზისტენციალური, ასევე მენტალური თუ სიტყვაზე ან დეპრესიული ფონი გაქვს, ამ შემთხვევაში შესაძლებელია გაცილებით განსხვავებული კვებითი გადაწყვეტილებები მიიღო და გაგიჭირდეს, რომ ასე ვთქვათ, ჯანსაღ გზაზე დადგე. შესაბამისად, ასევე თუ გაქვს მაგალითად ტოქსიკური ურთიერთობები, ხო, ურთიერთობებს გაცილებით დიდი ზეგავლენა აქვს ჩვენს ყოველდღიურობაზე და ჩვენს კარგად ყოფნაზე, ვიდრე ამას ზოგადად ვიაზრებთ ხოლმე და თუ მაგალითად ხარ ტოქსიკურ ურთიერთობაში, ეს ძალიან ბევრ ენერგიას გართმევს, შეიძლება უფრო მეტად იყო მიდრეკილი შედარებით უფრო არაჯანსაღი საჭმლის ჭამისკენ. ანუ ის რასაც ჭამთ და როგორ ჭამთ, გარკვეულწილად სარკე არის ჩვენი ქცევების და შინაგანი მდგომარეობის შეიძლება ითქვას. რატო გვინდება სულ კონკრეტული საჭმლის ჭამა? იმიტომ რომ გაუცნობიერებლად ჩვენი თავი ამას გთხოვს. კი, ნამდვილად. ეს შეიძლება იყოს შენი ფიზიკური ქცევების შედეგით და ასევე შინაგანი მდგომარეობისაც, ხო? ანუ თუ მაგალითად ძალიან ცუდი ძილი გაქვს, შესაბამისად ეს გამოიწვევს იმას, რომ უფრო მეტი მიდრეკილება გექნება, რომ ნახშირწყალი ჭამა, იმიტომ რომ რაღაც ჰორმონალური ცვლილებები ხდება ისეთი, რაც ამისკენ გიბიძგებს. ხო, იმიტომ ეს ვკითხო, რომ ძილს დიდი ფაქტორი აქვს, ხო, უშუალოდ. კი, ნომერი 1, ჩემთან კოუჩინგზე მოსწავლეები როცა მოდიან, თუ ძილი არ არის კარგი, პირველ რიგში ძილს ვასწორებთ, იმიტომ რომ ბევრი რაღაც იცვლება ძილის გამოსწორებასთან ერთად. და ბუნებრივი სწორი ძილის რიტმი, ანუ რომელი საათიდან რომელ საათამდე შეიძლება ვთქვათ, რომ არის საშუალოდ? კი, ცირკადული, უმრავლესობა ადამიანის ცირკადული რიტმი ისე არის აწყობილი, რომ ღამის 10-დან 2 საათამდე აკეთებს ძირითად აღდგენით სამუშაოებს. აი, მგონი მერეც ვისაუბრებთ დეტოქსზე, ასე ჭყალებში დეტოქსზე. შესაბამისად, ამ დროზილი არის საუკეთესო. ოღონდ უნდა აღნიშნო, რომ უმრავლესობა ადამიანების, იმიტომ რომ ვიცი, ზუსტად 1% არსებობს ადამიანების, რომლებსაც ყოფნით 5 საათი ძილია. ანუ ეს, ასე ვთქვათ, რაღაც კვლევები არის ამაზე ჩატარებული. და ჯანსაღად ფუნქციონირებენ ჩვეულებრივ, და ფუნქციონირებენ ჯანსაღად, კი. ეს რაღაც კვლევები ნამდვილად არის ამაზე ჩატარებული, მაგრამ 99%-ს გვჭირდება მინიმუმ 7-დან 9 საათამდე ძილით და თან სწორ დროს რა, ანუ თუ დავიძინე ამის 5 საათზე, უბრალოდ გამთენის 5 საათზე და შემდეგ გავიღვიძე 8 საათში, ეს იგივე შედეგს არ მომწონს, რასაც ბუნებრივი რიტმიდან ამოვარდნილი ხდება ის კირკადიული რიტმები, რაც ახსენე, ხო, აი თითქოს ის აი შეგზება მაგ ხოლმე სულ და მე მგონი შენც გექნება ეგ დაკვირვებები კვებაზე, რომ თითქოს მოწყვეტილები ვართ აი ბუნებრივ სვლას და მაგ სვლას რომ მივყვეთ, სულ სხვანაირი კვების რაციონი გვექნება და სულ სხვანაირი ძილის რეჟიმი და ალბათ ნელ-ნელა ყველაფერს რო ალაგებ, თითქოს კალაპოტში ჯდები შენს გარკვეულწილად. კი, ნამდვილად, ზუსტად და ანუ ფიზიოლოგიურ დონეზეც ჰორმონალური ცვლილებები ხდება, ხო? ანუ გრელინი, რომელიც არის შიმშილის ჰორმონი, გრელინი იმატებს და შესაბამისად უფრო მეტად ხარ მიდრეკილი, რომ ანუ binge eating უფრო მეტი ჭამისკენ ხარ მიდრეკილი შემდეგ მთელი დღის განმავლობაში. ხო, და გარემო
უშუალოდ შენახსენე, ანუ გარემო სიტუაციები და მეც რო ეხლა ვიხსენებდი, მაგალითად აი თუ რაღაც ან ქვეყანაში იყო არეულობა, ან პირადში იყო არეულობა, მეც შეიძლება ან ჭამა არ მინდებოდა, ან პირიქით ბევრი ჭამა შეიძლება მომდომებოდა, არ ვიცი. პირიქით ალბათ ნაკლებად იყო, რომ ბევრი ჭამა, უფრო ნაკლებს ჭამდი. ან ყველაზე ისეთ სტერეოტიპული რაც აი როცა შეყვარებული ხარ და არ გშია, არ ჭამდა, ყველა შეყვარებული რომ გაჭყიკულია არის ისეთი, აი ეგეც დაკავშირებული არის თითქოს და კიდე ეგ არის გარემო ალბათ რაღაც სიტუაციები, რაც ზეგავლენას ახდენს ჩვენ აი ემოციებზე, მაგრამ უშუალოდ თვითონ გარემოს როგორც ადგილს აქვს მნიშვნელობა სიტყვაზე მთაში იკვებები თუ ქალაქში თუ აი მაგ ხრივ თუ არის რამე კაი კითხვა, კი. კი, აქვს მნიშვნელობა, როგორ იკვებების თანამედროვე აქვს მნიშვნელობა, კი. აი თუ ისო ტოქსინებამდე მივალ რა, ანუ თუ ქალაქში ცხოვრობ, სადაც ძალიან ბევრი გამონაბოლქვია, მაგალითად, ესე შეიძლება რაღაც ყოველდღიურობაში ვითომ არ მიაქციო ყურადღება, მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან ბევრ ტოქსინთან გიწევს გამკლავება. შესაბამისად, შეიძლება რომ ჩართო უფრო მეტი ანტიოქსიდანტი და პოლიფინოლებით გაჯერებული ხილბოსნეული მაგალითად, რაც დაგეხმარება იმაში, რომ შენი ორგანიზმი უფრო მალე გაიწმინდოს, კი, ამას მნიშვნელობა აქვს. და აი deep health-ის შემთხვევაში მაგას მინდა რომ მიუბრუნდეთ. მაინც აი მთავარი განსხვავება რა იქნება ეს კლასიკური ნუტრიციოლოგიისგან და დიეტოლოგიისგან, იმიტომ რომ ეს მაინც როგორც ხვდები უფრო ჰოლისტიკური ცნება, ბევრ რამეს მოიცავს, აერთიანებს და აი რამე განმასხვავებელი ძირითადი ფაქტორები რა შეიძლება იყოს ამისი, აი ამ სიღრმისეული ჯანმრთელობის, იმიტომ რომ აქ აშკარად უფრო ისეთ ფენებს ვეხებით, რაც იქ შეიძლება მივიწყებული არის. ანუ ეს სიღრმისეული ჯანმრთელობა თავის თავში მოიაზრებს იმას, რომ ასე ვთქვათ, შენს გარშემო მოვლენებს, შენზე დიდი ზეგავლენა აქვს და ანუ ასე ვთქვათ, არ განისჯები მხოლოდ შენი კვებითი ქცევით. და შემდეგ კიდევ ანუ მეორე ფაქტორი რაც არის ის, რომ არ გიბიძგებს რაღაცეების აკრძალვისკენ, ასე ვთქვათ რა, ანუ ის კი არა, რომ მე ხლა უნდა ავიკრძალო შაქარი და არ უნდა მივიღო ცომეული მაგალითად. ხო, რომ დიეტების დროს როგორც ხდება ხოლმე, ხო? დიეტების დროს როგორც ხდება ხოლმე. არამედ ის, რომ რა დავიმატო ახლა მე, რა დამეხმარება ჩემს მთლიან ჯანმრთელობაში. ანუ რა არის ის, რაც მე საციცოცხლო ენერგიას მომცემს. ხო? ანუ ეს არის ის მთავარი, რასაც უყურებს და ეს რაღაც აკრძალვის მეთოდი, ასე ვთქვათ, ხო, რაღაც კონკრეტული დიეტები, რომ ეხლა მე სრულად უნდა ამოვიღო შაქარი მაგალითად. ამან შესაძლოა საბოლოო ჯამში იქამდეც მიგიყვანოს, რომ ეს შენი სოციალური, ასე ვთქვათ, გარემოც დააზიანოს, ხო? ყოფილა მსგავსი შემთხვევები საკმაოდ ბევრი, რასაც ისევ სიღრმისეულ ჯანმრთელობამდე მივყავართ და რაღაც ლუპში გვატრიალებს, ხო? ანუ შეიძლება რაღაცის აკრძალვა უარესი იყოს ვიდრე არ აკრძალო საბოლოო ჯამში. კი, საბოლოო ჯამში ის მუშაობს, რასაც შეგიძლია რომ მიყვე, ანუ განგრძობითად, ასე ვთქვათ რა, ინგლისური სიტყვები მომდის თავში ბოდიში. არა, მოვიხსენიოთ პირიქით. ხო, რასაც შეგიძლია რომ მიყვე განგრძობითად. თუ მაგალითად შენ ხარ ადამიანი, აი მაგალითად ჩემი მეგობარია, ტკბილი საერთოდ არ უყვარს რა და ანუ ძალიან თავისუფლად შეუძლია რომ შაქრიანი არაფერი არ მიიღოს. ხო, ეს რაფინირებულ შაქარზე მაქვს საუბარი. ანუ მან კი ბატონო, ანუ გააკეთოს ეგ და თქვას, რომ ანუ აკრძალვაც არ გამოდის მაგ შემთხვევაში, გამოდის, რომ უბრალოდ არ იღებს ამას, მაგრამ ეგ შენთვის რამეზე მეტყველებს? აი ადამიანს როცა არ უყვარს ტკბილი და არ ჭამს, შეგიძლია აი უკვე თქვა როგორი ტიპის ადამიანი არის ის? მე პირადად შემიძლია. ხო. და აი ხუმრობა შემიძლია. ანუ ეს ძალიან სუბიექტური აზრი შეიძლება იყოს. ხო, ანუ ინტუიტიურად შენ რაღაც მოგივა ალბათ აზრი, რომ ეს ტკბილი არ უყვარს. აი, თანაირად შეიძლება რომ არ გიყვარდეს ტკბილი, მე ეგ მომივიდა. მეც არ ვიცის პირადად, იმიტომ მე ძალიან მიყვარს ტკბილი მაგალითად. მეც ასევე. ასე რომ მე რო ეხა რომელსაც ტკბილი მიყვარს და შენ რომელსაც ტკბილი გიყვარს, რომ ავდგეთ და ავიკრძალოთ და ვთქვათ რა, ეხა მეგობრის დაბადების დღეც რომ მოვა, მე ტორტს არ შევჭამ, რომ მიხვიდე მეგობრის დაბადების დღეზე და მოგიწიოს შენ თავთან ბრძოლა. აი, წარმოიდგინე, რომ აი ხარ მოლოდინში იმ ტორტის და ეხს 1 საათი ჭიდილში ატარებ რა. ანუ საბოლოო ჯამში მე ზიანდება ეს შენი სოციალური ცხოვრება, ხო? იმიტომ რომ ვერი სოციალური ნაწილიც აქვს კვებას დიდი. კი, ძალიან დიდი, კი. ერთ-ერთი მიმართულება კვების არის სოციალური აქტივობა, ხო? ეს რაღაცა ტრადიციებთან არის დაკავშირებული, ოჯახურ, ასე ვთქვათ, შეკრებებთან და ასე შემდეგ. შესაბამისად, ანუ თუ არ შევჭამე ის ტორტი და დავიტანჯე, უკვე იმას ნიშნავს, რომ შენ აღარ გვია ამას შანსაღი კვება, ანუ ეს აღარ არის უკვე სიჯანსაღე. ხო, იმიტომ რომ ტანჯავ შენ თავს
მაგრამ მე მაგალითად მქონია აი მანდა ძალიან ვიწრო ზღვარი გადის მე მაგალითად როგორ შემთხვევები მქონია იცი რომ აი ხო არის ნათქვამი რომ აი საღამოს ჭამა არ არის კარგი ძილის წინ ჭამა არ არის კარგი ალბათ იმიტომ რომ მე რომ შენ იძინებ მანქანა მაინც აგძელებს მუშაობას და არ ისვენებს და მქონია მომენტები რომ ვიცი რაციონალურად რომ ეს არის ცუდი არ უნდა ვქნა მაგრამ არის რაღაცა რისი ჭამა შეიძლება მომინდეს ან მეგობრებთან ერთად რა სოციალური მაგალითი და მოდი რამე გამოვიძახოთო და მე ვთქვი რომ ეს არის ჯანსაღი არასწორი დასაწყისია მქონდა ეგ ცოტა ტანჯვის მომენტი რომ არა მაგრამ აი ცოტა რომ გაუძლებ მე აი ეგ მომენტიც აქვს თითქოს შეიძლება ნეტარებაში გადავიდეს აი ძალიან ფაქიზი არის თუ გააგზელე თითქოს ოდნავ ცნობიერად მე გაგი რომ აი რა მაგარია რომ მე ხარ ვჭამე და აი რაღაც ტკბები ამითი და სხვები რომ ჭამენ აი შეგერგო და ისე ხარ აი ეგეთი განცდაც მქონია რა რომ აი ისე კი არ უყურებ რომ რატო ჭამენ მეც მინდა ან რა და ვიტანჯები და ეს უკვე ფსიქოსომატური ხდება ეს მდგომარეობა და შეიძლება დესტრუქციულიც იყოს კი ძალიან კარგი დაკვრა კი ნამდვილად შეიძლება ეს ზღვარი მქონია რაღაც თქოს შენ თავზე გაიმარჯვეს სავით ხო აი რაღაც შენ თავზე გაიმარჯვე და თან აი ეს ну ბჭყალებში ცხოველური ბუნება სარ დაიმორჩილე და შენ პირიქით შენ დაიმორჩილე შენივე ეს რაღაც იმპულსი და შენ ხوار მქონია რა ეგეთ ცხოვრებისეულ და ძალიან ბევრჯერ მქონია მეც მაგრამ ხო აი გააჩნია ალბათ იმ მომენტში რა ეტაპზე ხარ და რა არის შენი პრიორიტეტი რა ის ავარაუდოდ თუ მაგალითად ჩემთვის პრიორიტეტი ის არის რომ ენერგია შევივსო იმიტომ რომ მე ფიზიკურად აქტიური ვარ კვირაში 5 ჯერ ვარჯიშობ მინიმუმ საათნახევარი ჩემთვის პრიორიტეტი არის მაგალითად რომ ენერგია მუდმივად მქონდეს შევსებული და კუნთი არ ასე ვთქვათ დაზარალდეს ამ შემთხვევაში მე შეიძლება მსგავსი ან ჩემი პრიორიტეტი იყოს რომ პირიქით უარი არ ვთქვა მსგავს შემთხვევებზე ხო ანუ აი თუნდაც აი კვირაში ერთხელ არის ხოლმე რომ რაღაც ოჯახური შეკრებებია და ეს თონისპური ყოველთვის არის რა და ანუ იდეაში შემიძლია რომ უარი ვთქვა ამაზე შემიძლია თუმცა არ ვამბობ იმიტომ რომ ვიცი რომ მე რადგან ყოველდღიურად ვარჯიშობ ჩემ კუნც ენერგიის მარაგი ჭირდება და სიტყვაზე თონისპური შეიძლება იმ მომენტში იყოს ძალიან კარგი საშუალება ამისთვის მაგრამ თუ მე დამიდგა ისეთი პერიოდი როცა სიტყვაზე ან უფრო მეტად წონის კლებისკენ მივდივარ ან სიტყვაზე ალკოჰოლმა დამხალა მასალ როლერ კოსტერი იცის ან ამ ალკოჰოლმა რა თუ ამან დამხალა და თუ ამოვიღე სიტყვაზე გადავწყვიტე ესე თუ ეგეთი ეტაპი მიდგას ამ შემთხვევაში მეც ეგრე ვიფიქრებ რომ ანუ ბედნიერი ვიქნები და მქონია მსგავსი შემთხვევები ნამდვილად ალკოჰოლთან დაკავშირებით მქონია განსაკუთრებით რომ აი ხა მე არ დავლიე მაინც კარგად ვიყავი და მაინც გავერთე და უი რა კარგია ხო და შენ ახსენე ძალიან კარგი მომენტი ახლა რაც ისე ყურში ჩამჩნდა მომეწონა ის мотиваცია რა გინდა რატო აკეთებ იმიტომ რომ ეგ მე განსაზღვრავს უშუალოდ შენ როგორ უნდა იყვებო რანაირად უნდა იყვებო და ასე შემდეგ და ეგ ხდება ალბათ პირადი კოუჩინგის და კონსულტაციის დროს ხო და ეს deep health-ი გეხმარება აი უფრო ფართოდ ანუ აკრძალვებით კი არ განსაზღვრო რომ შენ თუ ეს გინდა მოდი აი ესენი აიკრძალე და ესე გაუძელე არამედ აი ხო აი როგორ აი კიდე მაინტერესებს თუ აი რანაირ შრეში ჩაყავ ხარ როგორ შეიძლება პირიქით შეიძლება დაგეხმაროს რომ გამოკვეთო რა გინდა ან რა გჭირდება შენ ორგანიზმს აი კი რა თქმა უნდა განვიხილოთ ორგანიზმის სიგნალებს რა აი მაგალითად სიტყვაზე მოვიდა ჩემთან ერთი მოსწავლე და მეუბნება რომ არის უენერგიოდ თუ არის უენერგიოდ მე ხდება ამასთან ჩაღრმავება რომ გამოვარკვიოთ რატომ არის უენერგიოდ შეიძლება არ მოძრაობდეს შეიძლება მთელი დღის განმავლობაში იჯდეს შეიძლება სამსახურში ძალიან სტრესული პერიოდი ქონდეს შეიძლება უბრალოდ ნუტრიენტები არ იღებდეს საკმარისად შეიძლება რკინის ნაკლებობა ქონდეს ხო ანუ ამ რაღაც ბევრი ასპექტი არსებობს რაც შეიძლება მასზე ზეგავლენას ახდენდეს შეიძლება ემოციურად გრძნობდეს თავს ცუდად მაგალითად ხო რა მომენტშიც ანუ თვითონაც ჩემი მიზანი და კოუჩის არის ის რომ გამოვააშკარავო ასე ვთქვათ რამე ემოციური ფონიც ხომ არ არის ფსიქოლოგის როლს არ ვასრულებ, თუმცა ჩემი მოვალეობის ერთ-ერთი ნაწილი ეს არის, რომ თუ რაიმე მსგავსი შევამჩნიე, რაც ფსიქოთერაპევტის ჩართულობა საჭიროებს, აუცილებლად თქვათ გადავამისამართო მათთან და ეს რჩევაც მივცე. და რო ხდება გამოიკვეთა სიტყვაზე და ეგეთი აზრი მომივიდა კიდე. ხო არის შესაძლებელი, რომ მე სიტყვაზე არ ვარ ცუდ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ან ესე ვთქვათ, აი დუალობის მეორე მხარე რაც არის, ეს აი უარყოფითი არ ათრიგერებს იმას, რომ მე ვჭამ ცუდად. კარგად ვარ, ყველაფერი კარგად არის, უბრალოდ აი
აი არ ვარ, არ ვიღებ საკმარის ვიტამინებს, საკმარის რკინას, მაგრამ ჯანსაღად ვარ. მაგ შემთხვევაში როგორ უკვე მუშაობთ რაციონზე, ხო? და სულ სხვა ის. კი. ანუ ჯანსაღად ხარ, თუმცა ენერგია არ გაქვს მაგას ხო, გულისხმობ? აი კარგად ვარ სამსახურშიც, ნორმალურად არის სიტუაცია, პირადშიც ნორმალურად არის, მეგობრებთანაც ნორმალურად არის, ძილიც ასე თუ ისე ნორმალურია, მაგრამ აი ქალაქის სტილისგან და დღევანდელი სტილისგან გამომდინარე შეიძლება აი ვერ ვიკვებები ისე როგორც უნდა ვიკვება, არ ვღებულობ საკმარის ვიტამინებს ან რაღაცა ეგრე. შეიძლება დისციპლინასთანაც არის კავშირში, არ ვიცი. დისციპლინასთანაც რაღაც მომენტში არის კი ნამდვილად, იმიტომ რომ ჯანსაღად ყვევის ერთ-ერთი მთავარი ჩვევა, ასე ვთქვათ, არის რომ გქონდეს გამომუშავებული წინასწარ მომარაგების და წინასწარ მომზადების ჩვევა, ასე ვთქვათ. აი გზართული ხო, დისციპლინა ჭირდება. კი. თუმცა ანუ ჩვევა მაინც საბოლოო ჯამში რა, ანუ რასაც ჭირდება რომ რამოდენიმეჯერ გაიმეორო და შემდეგ თავისით მოგინდეს. ანუ მე თვითონვე ვარ მაგის ნათელი მაგალითი. არასდროს ესე არ მქონია დაგეგმილი ადრე რომ მაგალითად ყოველ შაბათ დღეს წავსულიყავი მომარაგებინ და ყოველ კვირა დღეს საჭმელი მომზადებინა მთელი კვირისთვის. მაგრამ ესე ძალიან ისე დისციპლინირებულად გავაკეთე 3 კვირის განმავლობაში ესე შევეწინააღმდეგე ჩემ თავს და ეხლა ანუ უბრალოდ არ არსებობს რომ გავიდეს შაბათი და კვირა ისე რომ ეს არ გავაკეთო. რა მაინტერესებს, ანუ ეგრო დაალაგე. რა შეიცვალა შენ ცხოვრებაში ეგრევე ხილულად რაც ნახე, ანუ პროდუქტიულობა ცხადია გაიზრდება და მაგრამ სხვა ცხოვრების ნაწილებში თუ ნახე კიდე ცვლილება, როცა ერთი ეს დისციპლინა დაალაგე მომარაგებლის, რომ შენ წინასწარ გაწერე მთელი კვირის, ესე ვთქვათ, სურსათი და ასევე ალბათ სტრატეგიულადაც იცი, რომ ეს გჭირდება, რომ კარგად იყო. ხო და აი უფრო ალბათ კითხო, აი სტრატეგიულადაც როგორ უნდა გაწერო მაგამდეც რომ მივიდეთ, მაგრამ ჯერ მაინტერესებს, ხო აი შენ მერე უკვე რა ხილული ცვლილებები ნახე ამითი. კი, ძალიან ბევრი და ყველა დადებითისკენ. ნუ გარდა იმისა, რომ კვირა დღეს დაახლოებით 2 საათი მეხარჯება იმაში, რომ საჭმელს ვამზადებ. პირველ რიგში ის რომ ანუ ნახე, როცა რაღაც ჩვევის შეცვლა გინდა, ხო? ძალიან ასე ვთქვათ, არასწორი ხედვა დღესდღეობით ის რომ ნებისყოფაზე დავეყრდნოთ რა, იმიტომ რომ ეს ნებისყოფა არის ძალიან მალე გამოლევადი რესურსი. შესაბამისად რჩევა დღეს კოუჩების არის ის რომ შენი გარემო მოარგო შენ ახალ ჩვევებს, ანუ არსებული გარემო მოარგო ახალ ჩვევებს, ხო? თუ მაგალითად მე მინდა, ჩემი მიზანია რომ ბოსტნეულის მრავალფეროვნება შემოვიტანე რაციონში, რაც არ ვიცი შეიძლება ვიღაცები შემომედაონ ამაზე, მაგრამ მე ვთვლი რომ თითქმის ნომერი 1 პრიორიტეტი უნდა იყოს ყოველთვის იმდენად ბევრი კვლევა არსებობს უკვე ამაზე ბოსტნეული. ხო, მაგამდეც მე მივიდეთ ცალკე, აი ხილი ბოსტნეული ხო, ყველაფერი რა არის. კი, მივიდეთ. და შესაბამისად მე იმით რომ ჯერ ვიმარაგებ, შემდეგ ვრეცხავ, ვჭრი და დაჭრილს ვინახავ მაცივარში, ან ვჭრი და უბრალოდ ანუ სალატს ვამზადებ და ისე ვინახავ მაცივარში, გაცილებით უფრო ვზრდი იმის შანსს რომ მე რეალურად ამებს შევჭამ, კი არა და ანუ მე ფაქტიურად შანსს კი არ ვზრდი, ეგრე გამოდის რომ ნამდვილად ამებს ვჭამ. ანუ ასე ვთქვათ, იმის რისკს გაცილებით ამცირებ, რომ რამე სხვა უფრო არაჯანსაღი მოიხმარო, ხო? ხო, იმიტომ რომ ფული გადაიხადე ამაში უკვე პასუხისმგებლობით მოეკიდე და ხო, ნაკლები არის შანსი. კი, თან ენერგიას ჩადე იმის მომზადებაში. დროც, ყველაფერი. დროც, კი. და ანუ რა მომზადებული გაქვს საჭმელი და ასაც მაცივარს გამოვიღებ ლამაზი ფერადი ბოსტნეული გიდო. ანუ მე ეგრე ვხედავ, შეიძლება ბევრი არ ხედავდეს ეგრე. ხო, ეგ არის პირველი. მეორე, ანუ კვირის განმავლობაში უკვე კვებასთან დაკავშირებული ფოთვა ნაკლები გაქვს. მესამე ის რომ ანუ აღარ ისმის ეს შეკითხვა რა ვჭამო. ანუ ამ შეკითხვას იმდენი ენერგია მიაქვს, არ ვიცი დაკვირვებული ხარ თუ არა რა ვჭამო და არ მეც მაგაში ვარ ხოლმე მაგ ბორებში ხშირად. კი და თან ანუ არასდროს რო არიცი რა საბოლოო ჯამში რა უნდა ჭამო და მე ფიქრობ ერთი მოსწავლე მყავს გაეცინებ ხა ამას ალბათ რომ მოусმენს აი დაახლოებით 1.5 საათს ფიქრობს ხოლმე რა გამოიძახოს ვოლტიდან და ბოლოს ფოტოებს მიყრის რომ მითხარი მეც ეგ რეიტინგებს ვნახულობ ფოტოებს და და ბოლოს იქამდე მივდივარ რაც უკვე დაცდილი გაქვს და იცი ან იცი დამზადება და იცი რამდენი დრო ჭირდება ან
გიჭამია და იცი რომ გემრიელია. მაგრამ შეიძლება ჯანსაღი არც ერთი იყოს, არც მეორე. აი აქ არის მთავარი ზღვარი და აი როგორ მივიდეთ ამ სიჯანსაღემდე ეგ. ხო, პირველი ეგ არის მომარაგების და მომზადების. ხო, მომარაგება, მომზადება, აუცილებლად და მერე კიდევ ის შეიძლება დაგეხმაროს, რომ საჭმელი დაინახო, რაღაც რო არის რაღაც სპექტრი რა, ანუ ერთი სპექტრის ბოლოს არის აი ძალიან შედარებით არ დავარქვათ, მოდი რომ რაღაც არის ცუდი და კარგი არ დავარქვათ, თქვათ რომ არსებობს სპექტრი. სპექტრის ერთ ბოლოში არის შედარებით არაჯანსაღი პროდუქტები, როგორც არის სიტყვაზე, მაგალითად კარტოფილი ფრი, ჩიპსი, მსგავსი ფასტ ფუდი და ასე შემდეგ. მეორე ბოლოში არის ძალიან ჯანსაღი მცენარეული საკვები. ჩემი ხედვით არის ყველაზე ჯანსაღი მცენარეული საკვები. შესაბამისად, თუ ამას შეხედავ ისე რომ აი ხა აქეთ ბოლოში გაქვს ფრი, ხო? შენ ამაზე უკეთესი გადაწყვეტილების მიღება შეგიძლია იმ მომენტში? ანუ რა იქნებოდა ფრიზე უკეთესი, ხო? ანუ პიურე იქნებოდა ფრიზე უკეთესი. აი კიდე ამაზე უკეთესი რა იქნებოდა? ანუ ესე რომ შეხედავ რომ შენ შეგიძლია რომ უკეთესი გადაწყვეტილება მიიღო და არა აუცილებლად საუკეთესო, ამ შემთხვევაში უკვე გაცილებით უფრო გეზრდება არეალი, ასე ვთქვათ რა, გადაწყვეტილებების მიღების. და აი საკვებს რო შევხედოთ როგორც ინფორმაციის მატარებელს და კონკრეტული ენერგიის მატარებელს და ამას წინათ მეც ვკითხულობდი რაღაც კვლევებს და რეალური განსხვავება, ეხლა მეც როგორც ხედავ და შემისწორე თუ არასწორი ვარ, აი მაგალითი ხო მოიყვანე ფრი და სიტყვაზე მცენარეული. ის მცენარეული იმიტომ არის ეგეთი ჯანსაღი, რომ ანუ მე რა წავკითხე ეგ არის რომ იქ მეტი არის წყალბადი, ჟანგბადიც და მთელი ეს ენერგია, ანუ ის ქანები და ფენა რაც იცავს ამ ყველა ელემენტებს შენში შეგწევისგან ძალიან ფაქიზი არის, ანუ მარტივად ორგანიზმი მოიხმარს და ჯანგში ძალიან ცოტა არის, ან თუ არის, იქ არის ძალიან დიდი ფენა აი ამ მატერიის, რაც ორგანიზმმა უნდა დაწვას, გადაამუშავოს, რომ მიიღოს იქ დამალული ინფორმაცია, ანუ რეალურად ჩვენ ინფორმაციას ვღებულობთ სხვადასხვა ფორმით. კი, ხო, აი რაღაც ხელოვნება არის ბუნების, მაგრამ რატომ ხდება რომ რატომ არა უფრო სწორედ მაინტერესებს როგორი ინფორმაცია უნდა მივიღოთ აი რაციონში მაგალითად შენ რომ მიდიხარ და იცი რეები უნდა იყიდო აი რას ყიდულობ და რატო აი გასაგებია ბოსტნეული იქნება ეს ხილი მაგრამ კონკრეტულად აი რას რა დატვირთვა აქვს რისთვისაა საჭირო იმიტომ ხო არის მაგალითად ეგეთი გარემოება რომ შეიძლება ბევრი ხილი და ბოსტნეული იყიდო ჭამა მაგრამ ვერ დანაყრდე და სუქშიოდეს და აი ჭამაში იყო ეგეც მნიშვნელოვანი არის რომ ერთ ულუფას რომ მირთმევ დანაყრდე ანდროები ხო და აი მაღაზიაზე რო ვისაუბროთ აბა ეს ინფორმაციულ დატვირთვაზე აუცილებლად დაბალანსებული უნდა იყოს მხოლოდ ბოსტნეული არ უნდა შემოიფარგლებოდეს შეგვიძლია ჩავშალოთ მაკრონუტრიენტების მიხედვით აი გადავიდეთ ეგეთ ბიოლოგიურ ტერმინებშიც და ეგეთ თავისუფლად დააინტერესებს ეგეთ სილოცხიმი ნახშირწყალი გვაქვს ეს სამი მაკრონუტრიენტი ხო ანუ და ვამბობთ რომ დაბალანსებული კვება მოიცავს იმას რომ ეს სილოცხიმი და ნახშირწყალი რაღაც რაოდენობით უნდა მიიღო მე მეოთხედ გამოვყოფდი ბოსტნეულს მოდი ხო ანუ ზოგადად ნახშირწყალია ბოსტნეული თუმცა ანუ ამ იმაში მაინც არ გადის საბოლოო ჯამში სილ არის საშენი მასალა ხო და ცხიმი სილ არის საშენი მასალა ცხიმი ანუ ჯანსაღი ცხიმი არის ჰორმონების საწარმოებლად ძალიან მნიშვნელოვანი მაკრონუტრიენტი და მნიშვნელოვანი, ანუ არასწორია ცხიმს რო საერთოდ იღებენ და ნახშირწყალი არის ენერგიის წყარო. ცხიმიც და ნახშირწყალიც არის ორივე ენერგიის წყარო. ცხიმი არის უფრო განგრძოვითი ენერგიის წყარო, ნახშირწყალი სწრაფი ენერგიის წყარო. ხო, ანუ ეს სხვაობაა მათ შორის. ხო, ანუ იქ უცბად გაქვს ენერგია და იქ ხანგრძლივად არის, ხო? და ამის მიხედვით უკვე მე არჩევ შენ საკვებს. კი, ცილოზე დავამატებ ერთადერთი რომ გარდა იმისა რომ საშენი მასალაა, ხო ანუ ესე მგონიათ რომ შეიძლება მხოლოდ კუნთის შენება იყოს მისი ფუნქცია. კიდევ სხვა უამრავი ფუნქცია აქვს ცილოს რა, იქ რაღაც ანტისხეულების წარმოება, ფერმენტების წარმოება, რაღაც უჯრედის აღდგენა და შესაბამისად იმუნიტეტის შენარჩუნებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს. ამიტომ ცილას ძალიან დიდი ანუ მოკლედ ბევრი ფუნქცია აქვს საკმაოდ ორგანიზმში. და ისეც თისაკვები არის, რომელიც ამ ყველა ფერს ერთად მოიცავს, სამივეს ერთად. თუ აი რა საინტერესო კითხვა. სამივეს ერთად? კი, როგორ არა? უბრალოდ ბევრია მსგავსი საკვები. ბუნებრივი. კი. უნდა დავფიქრდე.
ცილა, ცხიმი, ნახშირწყალი სამივეს ერთად. კი, როგორ არა? ხო, ერთი რაღაც რაღაც, რაოდენობით. ხო. მაგრამ, ანუ ნახე, ეს გადანაწილება ვერასდროს ვერ გექნება იდეალური. ხო, ეგეთი არის ეგ თხილეული, მაგალითად, რაც ცილა, ცხიმი, ნახშირწყალი სამივეს შეიცავს რა. ანუ სიტყვაზე 50% არის ცხიმი და 25% ნახშირწყალი და ცილა, მაგალითად. მაგრამ ნახე, გააჩნია რაოდენობებს რა, იმისთვის, რომ შენ დანაყრდე, ან ცილა არის ეს მაკრონუტრიენტი, რომელიც ამას უზრუნველყოფს, რომ ანუ დანაყრების სიგნალი რომ მიეწოდოს ტვინს. უნდა მიიღო მინიმუმ 30 გრამი ცილა სიტყვაზე ერთ ჭამაზე, ხო? მინიმუმ 30 გრამი ცილა რომ მიიღო თხილეულისგან, უნდა ჭამო დაახლოებით ეხა ალბათ არასწორად ვაკეთებ კალკულაციას, მაგრამ ალბათ 100-200, არა, კაი 100 გრამით საკმარისი იქნება ალბათ თხილეული რა. რაც არის დაახლოებით 600-მდე კილოკალორია. და ხო, ანუ ხო ხტები და თან საბოლოო ჯამში შეიძლება ანუ კარგად ვერ იგრძნო თავი, იმიტომ რომ თან დამძიმდა ცხიმისგან, ხო, ძალიან ბევრ ცხიმსაც მიიღებ იმასთან ერთად. ამიტომ აქვს ხო, გადაამეტო ის უკვე და კი, კი შეიძლება ჯანსაღი არის, მაგრამ შენ გადაამეტე და უკვე აღარა ჯანსაღი, ხო? ცხიმს, ხო, ანუ ცხიმს მიიღებ დაახლოებით 50 გრამს, რაც ერთი ჭამისთვის რთულია და ღვიძლისთვის და ნაღლის ბუშტისთვის შეიძლება რთული, ანუ რთული იყოს. ამიტომ არჩევ სიტყვაზე ისეთ პროდუქტებს, რომელშიც ჭარბად არის ცილა, ხო, ესეთი რა არის, ცხოველური პროდუქტებიდან არის ხორცი, ყველანაირი, ასევე მრძის პროდუქტები, ხაჭო, ბერძნული იოგურტი, მაგალითად, კვერცხი, ასევე მცენარეული ცილებიც უნდა ჩამოვთვალო, ლობიო, მუხუდო, ოსპი, ედამამე, ანუ ეს და ტოფუ ასევე, ეს ოთხი არის. კი, ძალიან კაია, ედამამეც. ხო, ედამამეც ისეთი ზესუმზირასავით არის აზიური. ძალიან კარგი. და შესაბამისად, ანუ ირჩევ ამ ანუ ცილა წამყვანი რაოდენობით, ასე ვთქვათ, დიდი რაოდენობით რომელი პროდუქტით შეიცავს და შემდეგ, ანუ ასე ვთქვათ, ავსებ თეფშს, ან მეოთხედი რომ იყოს დაკავებული თეფშის დაახლოებით ესე უნდა გათვალო რა. და შემდეგ ნახევარი თეფში ბოსტნეულისგან შედგებოდეს, შეგვიძლია მერე ვილაპარაკოთ ბოსტნეულის მნიშვნელოვანი რატოა და მერე შემდეგ მეოთხედი უკვე ნახშირწყალს რო ქონდეს დაკავებული. ნახშირწყალი არის წიწიბურა, ბრინჯი, წითელი კი არა და ტკბილი კარტოფილი, ჩაობრივი კარტოფილი და ასე შემდეგ, კინოა ასევე. და ამათი კომბინაცია ერთად გაძლევს ჯანსაღ, ესე ვთქვათ, ენერგეტიკულ რაღაცა ბუსტს, ესე ვთქვათ. კი, ეს გაძლევს, ასე ვთქვათ, განგრძობით ენერგიას. ცხიმი გამოვრჩა მან, ну, იმიტომ რომ ძირითადად ცხიმს ან ზეთის, ანუ ზეითუნის ზეთი პრიორიტეტში, რა თქმა უნდა, ან ზეთის სახით ამატებენ ხოლმე, ან სიტყვაზე ავოკადოს სახით, ანუ ცხიმსაც რო შეიცავდეს სასურველია. და ეს გაძლევს უკვე განგრძობით ენერგიას და გავსებს მიკრონუტრიენტებითაც. აი ხა ეს ყველაფერი რასაც ვისაუბრეთ, ანუ ამას შეგვიძლია დავარქვათ ჩვენ mindful eating-ი და ეს გაცნობიერებული კვება, თუ ეგ კიდევ უფრო ღრმა და ცოტა სხვა მცნება არის, თუ აი ამასაც მოიცავს. mindful eating-ი ჩემი გადმოსახედიდან რა არის? ეს არის, როცა იცი საჭმლის უკან რა დგას. ხო, აი ჩვეულებრივ დიეტებზე რო ვილაპარაკეთ წეღან, რითი განსხვავდება, ხო? ანუ იქ გაქვს ჩამოწერილი, რომ ჭამ 100 გრამ ქათამს და 50 გრამ ბრინჯს სიტყვაზე, ხო? ანუ შენ ესე თუ ზედმიწევნით მიყევი ამას, ერთ მშვენიერ დღეს მოგბეზრდება ესენი, იმიტომ რომ არიცი, ამის უკან, ან რატო ჭამ ქათამს არიცი, რომ შემდეგ შენ მოქნილი იყო იმაში, რომ ჩაანაცვლო ქათამის ხვარამით. შესაბამისად, თუ იცი, თუ ასე ვთქვათ, ფუნქციას მიანიჭებ იმ პროდუქტებს, რასაც ჭამ, ხო, ანუ ჭამა საჭმელი არის ძალიან ფუნქციური, ხო, ანუ თუ რაღაც ნუტრიენტი დაგაკლა, მაგალითად ბეჭდვის ვიტამინები, всё, ანუ უკვე უენერგიოდ ხარ. შესაბამისად, ფუნქციურია და თუ რამე ფუნქციას მიანიჭებ გაცნობიერებულად საჭმელს, ხო, რაც შესაბამისად მოდის mindfulness-დან და გაცნობიერებიდან. შემდეგ ანუ უკვე მარტივია, რომ გადაწყვეტილებები ეს ვერ განათლება არის იმაზე, რასაც ყოველდღურად აკეთებ და ეს არის კვება. კი, ზუსტად.
ყველას ვურჩევ, ანუ ჩემი როგორც coach-ის მიზანი არის ხოლმე, რომ ესე ზეპირად არ მივცე, ანუ ესე არ ვეუბნები პირდაპირ, აი ხა ეს ჭამე, ნუ არც წერ კვებას, ხო, იმიტომ იმიტომ იმის შეიძლება არ ემუშაოს ამან საერთოდ და დამაზიანებელი იყოს. ზუსტად. ამიტომ მე ვასწავლი საჭმლის უკან რა დგას, რომ შემდეგ რა როცა მორჩება ჩემთან coaching-ს, მარტივად შეძლოს, რომ ანუ დამოუკიდებლად გააგრძელოს ცხოვრება. და შენი ფავორიტი მაინც ბოსტნეული არის? აი სულ ახსენებ ამას გამოკვეთილად და რატომ აი ხა კითხო, ანუ რა არის ეგეთი ჯადოსნური ბოსტნეულში? ჯადოსნურია რა თქმა უნდა, მაგრამ აი რო ავხსნათ უშუალოდ მეცნიერული თვალით რა არის? აუცილებლად. ბოსტნეული რატომ? იმიტომ რომ ნაწლავის მიკრობიომს ჩვენი ანუ გრძელვადიანი სიცოცხლისთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. და ასევე ზოგადად ყოველდღიურობის. ნაწლავის მიკრობიომი რა არის? ანუ ტრილიონობით ბაქტერია ცხოვრობს ჩვენს ნაწლავში. აქედან რაღაც ნაწილი არის ასე ვთქვათ, ჭყალებში კეთილი ბაქტერია, რაღაც ნაწილი ბოროტი ბაქტერია. თუ შენი ყოველდღიური რაციონში ჭარბობს შედარებით არაჯანსაღი საჭმელი, მაგალითად, რაფინირებული შაქარი, ფქვილი და ასე შემდეგ, შესაბამისად უფრო მეტი ბოროტი ბაქტერია ცხოვრობს შენთან და ეს მეტი ბოროტი ბაქტერია ითხოვენ რომ გადარჩნენ შესაბამის საკვებს, რითიც თვითონ ანუ გამოიკვებდნენ აქამდე, ხო, რაც არის შაქარი და ფქვილი, ამიტომ როცა ამბობენ ხოლმე რომ სიტყვაზე აი craving-ი მაქვს ახლა შაქრის და სიო ვეღარ ვჩერდები, ეს craving-ი ნაწილობრივ მოდის აქედან, ხო, ანუ დოპამინი. და ფორმას გააჩნია შაქრის ამ ფქვილის თუ არა? რაშიც რაფინირებულია გამოყენებული პრინციპში და ნუ ანუ ყველანაირი ულტრა გადამუშავებული საკვები, ხო? ანუ ესეც კვებავს ამ ბოროტ ბაქტერიებს. როგორც არის მაგალითად ულტრა გადამუშავებულში იგულისხმება ჩიფსები, ფრი და მსგავსი პროდუქცია. ანუ საერთოდ გამოცლილი ყველაფერი ჯანსაღს და არის მხოლოდ ესე ვთქვათ, ტყუილი კალორია რა, ესე ეძახიან, ანუ უბრალოდ შესაძლებლობა არის ამ ბაქტერიებისთვის, რომ მეტხანს იცოცხლონ ჩვენ ორგანიზმში და არ მოკნე. და ბოსტნეული ანტივირუსის ფუნქციას ასრულებს და სპობს ამ რაღაც ფლორას შიგნით რაც გვიყალიბდება. ბოსტნეული და სხვა ყველა მცენარეული პროდუქტი, ხო, ამაში შედის ყველაფერი, ხო, ეს იქნება პარკოსნები, თხილეული და ასე შემდეგ. პარკოსნები როგორი? პარკოსნები არის ლობიო, მუხუდო, ზუსტად ესე კატეგორიულად. მივხვდი მიახლოებით რა სტილის ისე, ხო. ესენი კი. თელმარცვლიანები ასევე, ყველაფერი რაც წარმოგიდგენია, რაც ბუნებამ მოგცა, რა სუნელებით ასევე. რაც უფრო მეტ სახეობას იღება ამას, ამ ყველა მცენარეულ პროდუქტს, ხო, უფრო მეტ შანსს აძლევს შენს ნაწლავს, რომ მეტი კეთილი ბაქტერია ჭარბობდეს. და შემდეგ ეს კეთილი ბაქტერიები, როცა ასე ვთქვათ, დაიპყრობენ იქ გარემოს, შემდეგ და როცა აღარ აძლევ ბოროტ ბაქტერიებს საჭმელს, შესაბამისად ისინი უკვე ნუ უმეტესობა ბოროტი ბაქტერიების სნეკები რო დავარქვათ, მრავალნაირად შეფუთული სნეკები. ხო, კი, აი ისე ეგ კარგი წესია, ერთი რა rule of thumb, ასე ვთქვათ, არის ის, რომ თუ პროდუქტი შეფუთულია, მაგალითად, და თუ ზედ მაგალითად 5 ინგრედიენტზე მეტი აწერია, ეს ანუ და თან აქედან თუ არ გეცნობა უმრავლესობა, ეგ იმას ნიშნავს, რომ ეს უკვე შედარებით არაჯანსაღია და წითელი დროშაა, კი. ამიტომ ყოველთვის ანუ იმასაც ვასწავლი ხოლმე, რომ ინგრედიენტები რეალურად წაიკითხონ იმის, რასაც ყინულობენ. და ბოსტნეულის შემთხვევაში ეგეთი მითებიც ხო არის გავრცელებული, რომ სიტყვაზე ბროკოლის თუ ჭამან ან სტაფილოს რო გონებას უკეთ გიხსნის, ამ დროს თუ აი სტრესი გაქვს, ეს ბოსტნეული უნდა ჭამა, იმიტომ რომ ამაზე უფრო დაგიბალანსებს ამ მდგომარეობას, აი ეგეთი კონკრეტული ფუნქციები აქვს გამოყოფილად რამე სახის ბოსტნეულებს თუ არა, ესე ვერ ვიტყოდი, რომ ესე ვერ გამოვარჩევდი, ერთადერთი ხა რაც მახსენდება არის ის, რომ კომბოსტოს ოჯახი, კრუსიფერები იგივე, რაც არის ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ქეილი და ასე შემდეგ. ანუ ამ პროდუქტებში ჭარბობს სულფოროფანი, ეს არის ნაერთი, რომელიც ეხმარება ღვიძლს დეტოქსში. ანუ ჩვენი დეტოქს ორგანო ერთ-ერთი არის ღვიძლი და სულფოროფანი, რაც ამ ბოსტნეულიდან მოდის, ეხმარება აი ამ დეტოქსის მეორე ფაზაში უფრო კონკრეტულად. ისეთი რაღაც არ არის ხო, რომ ეხა ბევრი ბროკოლი რო ვჭამო,
გონება გაგინახდება? ხო, ინტერნეტში წამიკითხავს რაღაც მსგავსი სისულები და მინდა რომ მითებიც გავცხრილოთ, რაც რეალობას არ ექვემდებარება და მაგიტო. აი მე ყოველ შემთხვევაში მსგავსი კვლევა მართლა არ შემოხვედრია. აი რაღაცა ესე კონკრეტულ ბოსტნეულზე, ერთადერთი შემიძლია თქვა მიკრობიომზე, რომ მრავალფეროვნებას აქვს მნიშვნელობა და არა ის რომ მაგალითად ერთი სახეობის ტყვეზე ჩვენ გვჩვევია ძალიან გვიყვარს კიტრი და პამიდორი. ხო, ანუ ის კი არა რომ ბევრი კიტრი და პამიდორი ჭამო, ის რომ ბევრნაირი ჭამო რა. კი, მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. არა, კვირის განმავლობაში რო აიღო რა. კი. ეგ რა საინტერესო არის, იმიტომ რომ მე სულ ყიდულობდი სულ ერთი სახის და მაგას ვანაწილებო ხოლმე და ეს არის უფრო ის კი, მრავალფეროვნებას. არტისტულობა შემოაქვს, ხო? კი, მრავალფეროვნებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. შენი საყვარელი ბოსტნეული რა არის? ანუ რომელს უფრო მეტად აინტეგრირებ შენ კვების რაციონში და რატომ? კი, ზამთარში მიდრეკილი ვარ, რომ ჭარხალზე მაქვს ოღონდ და ჩვეულებრივი კრეივინგები, ასე ვთქვათ. იმიტომ რომ ჭარხალი, ნუ ჯერ ენერგიის შევსებაში მეხმარება მე თვითონ და ასევე კარგია, ან ბევრ პოლიფინოლსაც შეიცავს. ჯანსაღი არის ჭარხალი და რეკომენდირებული. კი, ძალიან კარგია ჭარხალი, კი. და ზაფხულში? ზაფხულისკენ უფრო მეტად კეილზე ვარ, კი კეილი მიყვარს ძალიან, ოღონდ ვერ ვშოულობ, ვერსად ვერ ვშოულობ აქ ხშირ შემთხვევაში და წითელი კომპოსტა მიყვარს კიდევ ძალიან, იმიტომ რომ კარგი გემრიელი სალათები გამოდის, წითელი კომპოსტა და ჭარხალი ძალიან ხდება. ეგეც რომგარი არის. ეხლა მე ჩვევია ზოგადად ეს არ გაგიკვირდეს, აი ეს ბუნება რასაც გვთავაზობს, ეგეთ რაღაცეებს რომ აღვნიშნავთ მე, რომ აი რა მაგარია, რომ ზამთარი სხვა კვების რაციონს გვთავაზობს, თითქოს ზაფხული სხვას და მათ შორის შემოდგომა და გაზაფხული რაღაც აი გრადაცია ამათ შორის აი ეგეთ რაღაცებს რომ აღვნიშნავთ რაღაც ის მაგ ხოლმე აღმოფრენის შეგზება არ გაგიკვირდეს მაგით. ეხლა რა მაინტერესებს? ეგეთი რაღაცაც გამიგია რომ მაგალითად ბოსტნეული რო ჭამო ჩვეულებრივად გარეცხო და უმათ მიიღო მეტი ვიტამინი და მოკლედ რაც აქვს მას რომ ჩვენთვის საჩუქრები მოგცეს ჩვენი ორგანიზმისთვის მეძღებულობ ვიდრე ის მოხარშული ან შემწვარი. ანუ რა მდგომარეობაში და კონდიციაში ღებულობს საკვებს, ამას რამხელა მნიშვნელობა აქვს ჯანსაღი და აი mindful კვების დროს იქ იქნება ეს შემწვარი, მოხარშული თუ როგორ მდგომარეობაშიც ის არის ბუნებრივად. აქვს მნიშვნელობა. კონკრეტულად ბოსტნეულს რაც შეეხება მოხარშულს მე პირადად არასდროს არ ვიღებ, იმიტომ რომ ანუ მთლიანად აცლი ვიტამინებს რა, რაც აი წყალში ხსნადი ვიტამინები, რაც არის მაგალითად ბეჭდგუფის ვიტამინები, C ვიტამინი სიტყვაზე. ანუ წვნიანი არ გამოდის, ხო, კარგი. ბოსტნეულის წვნიანი რეალობაში კარგი არ არის. მაინც იღებ ბოჭკოს. ბოჭკოზე არ გვისაუბრია. ბოჭკო არის ნახშირწყლის და ყველა მცენარეული საკვების შემადგენელი ნაწილი. რაც ანუ რისი გადამამუშავებელი ენზიმები, ანუ ფერმენტები ჩვენ ადამიანებს არ გვაქვს. მაგრამ ჩვენი ნაწლავის ბაქტერიებს აქვთ. შესაბამისად ამას რო ვიღებთ ბოჭკოს, შემდეგ ფერმენტაციას აკეთებენ ამის და შედეგი, ან by-products, ასე ვთქვათ, გვერდითი პროდუქტი არის მოკლე ჯაჭვის ცხიმოვანი მჟავები, short chain fatty acids. რაც ძალიან სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის, რა, ანუ იგივე ნაწლავის გარსის ერთობლიობის შენახვა და ასე შემდეგ. ანუ რაც პატარა ის მაინც აქვს, თლად ესე არ არის, რომ უბრალოდ ცხელწყალს, გემრიელ ცხელწყალს. კი, ანუ ბოჭკოსაც იღებ აუცილებლად, თუმცა ის ბროკოლის აქვს ბევრი C ვიტამინი. ეს C ვიტამინი ფაქტიურად წყალს გაატანე, ჩათვალე რა. თუ მოხარშავ, კი. ანუ აცლის ყველაფერს ცხელი წყლის სტრუქტურა და მაშინ იდეალური კონდიცია ბუნებრივი გამოდის, ხო, ალბათ ბოსტნეულის რომ მიირთვა. ნახე მანდაც აი გააჩნია არის მანდაც რა, აი ბევრის ორგანიზმი მაგალითად ცოცხალი სახით ბროკოლის ბროკოლს ვერ იტანს მაგალითად. ამიტომ ლაითად დამუშავება აი ესე რა, ზედაპირულად დამუშავება გეხმარება რომ უკეთ აითვისო მისი თვისებები ასე ვთქვათ. ოდნავ შეწვას გულის ხო, ან ოდნავ აი ორთქლზე მომზადება ცოტა ხნით მაგალითად რა, დაახლოებით 5 წუთიდან თუნდაც დავალ ტემპერატურაზე გაზზე ძალიან ცოტა ხნით, ასე ვთქვათ, და ბოლომდე შეწვა, აი
ხო არის ხოლმე ვეგეტარიანელებს უყვართ და მეც რო ვიყო ვეგეტარიანელი მიყვარდა ეგ შამფურზე ბევრი ბოსტნეულია იმ წვადივით რომ არის აცმული და რო ჭამ. მაგ დროსაც იგივე გამოდის ხო ალბათ ყველაფერი გამოცლილი აქვს უბრალოდ დამწვარია ის ყველაფერი. თუ ძალიან მაღალი არ იქნება ტემპერატურა, მაშინ არ გამოეცლება რა. ანუ თავარია რომ სიტყვაზე აი C ვიტამინი მაგალითად თუ სწორად მახსოვს 100 გრადუსამდე ძლებს და მე უკვე თუ სწორად მახსოვს შეიძლება უფრო დაბალი იყოს ეს ტემპერატურა, შეიძლება 80 იყოს და მე არ მაგრამ წყალზე მეტად ინარჩუნებს. ანუ ვიდრე მოხარშო შეწვა ჯობია ბოსტნეულის. კი. ხო. მე რაც წამიკითხავს, რაც მინახავს ესე ინტერესო. შეწვა ოღონდ ერთ იმას გავაკეთებ რა დიდი ხნით არც ეს არ უნდა იყოს დაბალ ტემპერატურაზე ცოტა ხანზეა საუბარი და გააჩნია რაში წვავ ხო ანუ აი თუ გამოიყენე მაგალითად მზესუმზირის რაფინირებული ზეთი და რაფინირებული რას ნიშნავს ბოდიში კიდე ერთხელ რომ რაფინირებული ხო ნიშნავს გადამუშავებულს ზედმეტად გადამუშავებულს ანუ ხო რაღაც იყო ბუნებრივი და ის რა გადამუშავდა და მივიღეთ ასე აი მაგალითად წარმოიდგინე სიმინდის ზეთი როგორ მზადდება ხო ძალიან პრესავენ თუ არც კი ვიცი როგორ შეიძლება რომ სიმინდს ცხიმი გამოაცხო იმდენად ცოტა რაოდენობით აქვს ხო შესაბამისად ძალიან გადამუშავებულია ეგ უკვე რა და შეიძლება რა დანამატებიც კონდეს ხო თუ დანამატებიც ალბათ ექნება მაგრამ დარწმუნებული არ ვარ თუმცა ერთმნიშვნელოვნად ჯანსაღი პროდუქტი არ არის ეგეთი ზეთები რა ანუ იმიტომ რომ ომეგა-6-ით არის გაჯერებული. ომეგა-3 და ომეგა-6 არის აუცილებელი, ანუ ეგრეთ წოდებული essential ცხიმოვანი მჟავები და დღესდღეობით ომეგა-6 ცხიმს ვიღებთ 15 ჯერ უფრო მეტს, ვიდრე უნდა ვიღებდეთ სწორედ აი ამ ცხიმების დამსახურებით. გადავამლაშეთ ესე იგი უფრო თქო. კი, ძალიან ბევრი მოგვივიდა. ანუ ნახე, ესეთი პროპორცია უნდა იყოს დაცული. ხო, აბა ეგეც საინტერესო რა არის სტანდარტი, რომ ეს არის ჯანმრთელობა. ომეგა-6 ცხიმი, თქვათ 2-ჯერ მეტი და ომეგა-3, ანუ ერთი პორცია სიტყვაზე რა. ანუ ომეგა-6 უნდა იყოს 2-ჯერ მეტი მოკლედ. და ჩვენ 15ჯერ მეტ ომეგა-6. ეს არის ამერიკული კვლევა. ხო, ანუ ეს არ ვიცი, შეიძლება საქართველოზე არ ვრცელდებოდეს, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ მაინც ვრცელდება ისეთი რაოდენობით მოვიხმართ მცენარეულ ზეთებს, ასევე მარგარინსაც მოვიხმართ, ასევე მაიონეზსაც მოვიხმართ. შესაბამისად, სავარაუდოდ ჩვენ შემთხვევაშიც სიმართლეა. ხო, მაიონეზეც ბევრი მსმენია, რომ საშინელება არის, მაგრამ რატომ? აი ეგ მაინტერესებს. უბრალოდ ცუდი ცხიმებისგან. ანუ შენ თუ სახლში მოამზადებ მაიონეზს, ძალიან მარტივია თან რა, ну, იყენებ ძმარს, მოხარშულ კვერცხს, ან შეიძლება ჩვეულებრივ მოუხარშავ კვერცხს და ზეითუნის ზეთს, მე მგონი სულ ეს სამი ინგრედიენტი. ანუ ეს ჯანსაღია. მაგრამ ეს ჩვეულებრივი მაიონეზი, რაც ვიცით, შებუთული რეებიც იყიდება, ისინი იმას ძირითადად ძალიან ბევრი დანამატი აქვს და თან არაჯანსაღი, ხშირ შემთხვევაში ტრანსცხიმებით. ტრანსცხიმი საერთოდ ტრანსცხიმი მირას ნიშნავს. ანუ ტრანსცენდირებული ცხიმი, ანუ ბევრად მეტი ვიდრე ცხიმი. არა. ბუნებაში არსებობს ნაჯერი და უჯერი ცხიმები. ხო. ეგ სკოლაში მაქვს მეც დასვა, მაგრამ დამავიწყდა ყველაფერი ეგეთ სამწუხაროდ, ასე გამეორება იქნება ეხლა ჩემთვის. კი, ნაჯერი და უჯერი ცხიმები არსებობს ბუნებაში. და ტრანსცხიმი არის გამოყვანილი სახეობა ცხიმის, რაც გამოიგონეს, სად გამოიგონეს, არ ვიცი. როდესაც ღვიძლი ვერც კი ინელებს ნორმალურად, ანუ ღმერთო შემო. კი, ნამდვილად. ბუნებაში არ არსებობს ტრანსცხიმი. ეხლა ძალიან მნიშვნელოვან გვაკუთხედს მივადგეთ, რომ რაღაც ისეთი გამოგონილი, რასაც ჩვენი მანქანა რაში ცხოვრობთ, საერთოდ ვერც ინელებს და ღმერთმა უწყის რა ფორმით რჩება ორგანიზმში, არ ვიცი, მაგრამ რა საკვები შეიცავს კიდე მაგას, რომ მაინც ხალხსაც გაუზიაროთ მაიონეზის გარდა? ჩიპსები, აი მსგავსი ტიპის სნექები რა. ალბათ სორცხობილებიც, სავარაუდოდ ტკბილი თვითონ აი შაქრიანი პროდუქტები შეიცავს სავარაუდოდ. რა ის სნექები სტანდარტული. ხო, ეგენი უფრო ჩიპსები კიდე ისა ქვია. ისინი როა მარეტი რო არის ბრენდი, არ ვიცი ზუსტად რა არის. მოკლედ. კრეკერები. ხო, კრეკერები.
მსგავსი პროდუქტები კი. ზოგადად ანუ იმდენად საზიანოა რომ ამერიკაში აკრძალულია ტრანსკი, ანუ აკრძალეს, შესაბამისად მე ამას მოყვა დიდი მარკეტინგული კამპანიები, რომ შეფუთოებზე ყველა აწერს, რომ 0 გრამი ტრანსცხიმი, ასე ის. ჩვენთან არ ვიცი ეგ რამდენად გაკონტროლებულია. მე სიმართლე ვთქვა, არც შემხვედრია რა, ანუ ყოველთვის ვკითხულობ ინგრედიენტების სიას და ესე ცალკე გამოტანილი ტრანსცხიმები ბევრ პროდუქტზე არ შემხვედრია, თუმცა მე ასევე შედარებით ჯანსაღი პროდუქტების ინგრედიენტებს ვკითხულობ და შესაძლებელია ასე ვთქვათ გამოპარული მაქვს. მაგრამ ხო ეგ ისეთი ყურადღება მისაქცევი ამბავი არის. ძალიან კი, ტრანსცხიმი უმნიშვნელოვანესია. ასევე ერთი მომენტი არის, რაც მაინტერესებს, ისევ საკვების ფორმას ეხება, მაგრამ აქამდე ჩვენ ვისაუბრეთ ეს მოხარშვა შეწვაზე და ამას წინათ ერთ პოდკასტს ვუსმენდი ჩვენ გადაცემამდე, რომ ეგეთი ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომ ვიღაც ადამიანმა ჭამა ნუში და გარკვეული რაოდენობა ამ ნუშის ინფორმაცია მიიღო. მე ინფორმაციას დავარქვი, მაგრამ თქვენ ენაზე ეს რაღაც ნუტრიენტები ეგ ძალიან ბევრი ის იქნება ჩაუნათვალი და შემდეგ იგივე ნუში მიიღო კარაქის ფორმით. ზუსტად იგივე და სულ სხვანაირად აღიქვა ორგანიზმა და ბევრად მეტი მიიღო. აი ერთი და იგივე ნივთი შეგვიძლია ჩვენ ავიღოთ, მაგრამ მისი ესე ვთქვათ სერვირება თი გავზარდოთ რაოდენობა. აი ეგ რა მომენტი არის, რანაირად ხდება ეგ? რატო ხდება ეგრე ესე ქიმიური პროცესები რა ხდება, არ ვიცი, მაგრამ აი თხილეული და თესლეული ზუსტად ის პროდუქტებია, რასაც ლაითად კიდევ დამუშავებაზე მივდივართ. თუ დაამუშავებ, გაცილებით უფრო ზრდი მისი ნუტრიენტების ათვისების შანსი. ნუშის შემთხვევაში, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს მთელი ღამით წყალში დალბობა. მე ესე ვიღებ ხოლმე ნუშს, მთელი ღამე წყალში ვალბობ. მარილთან ერთად, რომ თან ფერმენტაციაც მოხდეს და ამ სახით ვიღებ კი, იმიტომ რომ თან გარსი იმდენად ძლიერი აქვს რა, ყველა თხილეულს და თესლეულს, რომ ანუ ფიზიკურად ვერ ახერხებს ორგანიზმი, რომ გამოათავისუფლოს ის ნუტრიენტები და აითვისოს და ხო, ისე უწევს მე მუშაობა ტემპერატურაც იმატებს ალბათ მაგდროს ორგანიზმისაც გარკვეულწილად, ხო. კი, ხო. და შესაბამისად დამუშავებით ეხმარები ორგანიზმს. ეგ რო წავიკითხეთ ძალიან საინტერესო იყო, რომ ერთი და იგივე რაღაცა უბრალოდ განსხვავებული ფორმაში და უკვე სხვადასხვა შედეგებს იძლევა. ეგ მარტო თხილეულზე და თესლეულზე ვრცელდება, ხო ესე იგი? თხილეულზე და თესლეულზე ძირითადად კი. ნუ პარკოსნებზეც, ნუ ეხა ისედაც მაგის გარეშე ვერც მომზადებს, ანუ თუ არ დაალბე და თუ რაღაცნაირად არ გადაამუშავე. თხილეულზე და თესლეულზე ძირითადად კი. და რაღაც კონკრეტულ ბოდიში, რაღაც კონკრეტულ ბოსტნეულზეც. აი მაგალითად პამიდორიდან C ვიტამინს ვერ ითვისებ ისე თუ მაგალითად რაღაც დონეზე არ დაამუშავე. თუ ან C ვიტამინს ან რამე სხვას ეხლა რო დავფიქრდი შეიძლება არასწორად მახსოვს. მოკლედ, შესაბამისად რაღაც კონკრეტული ბოსტნეულები არსებობს, მაგალითად ეგეთი არის ბულგარული წიწაკა, პამიდორი, სტაფილო, ეს სამი მახსენდება ეხლა. თუ გადაუმუშავებლად ესე რო სახით უმისახით მიიღებ, ამ შემთხვევაში სხვა ნუტრიენტებს ითვისებ და თუ გადაამუშავებ, ამ შემთხვევაში სხვას. შესაბამისად მე ესე ვაკეთებ ხოლმე, რომ ვანაცვლებ რა, ანუ თუ ამ კვირაში მაგალითად სტაფილო უმად მაქვს, შემდეგ კვირაში ან შემდეგ კვირებში ვამუშავებ და უკვე მაგალითად ღუმელში ვაცხობ ცოტა ხნით, მაგალითად დაბალ ტემპერატურაზე ზეითუნის ერთად. აი ამ ფორმებმა, იმიტომ რომ ეხა ამას გარკვეულწილად რო შეხედო ცოტა ისეთი კრეატიული თვალით, ეს ერთგვარი ხელოვნება გამოდის, ანუ შენ გამოდიხარ არტისტი და გაქვს სტილო, რომელზეც ხან როგორ ფერს იყენებ და როგორ პეიზაჟს ან ნახატს ხატავ, ხან როგორს. და შენი ეს მასალა, ფერები, ყველაფერი არის, ეს სხვადასხვა ესე ვთქვათ ფერის ფორმის საკვები, ფერსაც ალბათ რაღაც გარკვეულწილად მნიშვნელობა აქვს. ეს კიდე კი ვისაუბრეთ მაგაზე, მაგრამ აი უშუალოდ აი არის ისეთი კომბინაციები, რომლებსაც აი ესეთი კომბინაციით რო გააკეთებ საჭმელს, ეს უკვე შენ ფსიქიკაზეც უკეთესად მოქმედებს, უფრო მეტად შეიძლება ბედნიერი ხარ, იდეები მოგდის, ან პირიქით აი ეგეც ერთგვარიაც mindful ჭამის ერთგვარი ქვე-პუნქტი შეიძლება იყოს და მაგაზე თუ გაქვს რამე დაკვირვებები, რომ აი შენს დარწმუნებულიო რაც კომბინაციებს ქმნი საჭმლით და ეს კონკრეტული კომბინაციები რაც შედეგებს იძლევა. შეიძლება იცოდე რომ ეს კვირა გაქვს ძალიან გადატვირთული, იმიტომ რომ ბევრი შეხვედრა გიწევს რაღაც ბიზნეს შეხვედრები სხვადასხვა ადამიანს, შესაბამისად ჩემი კვების რაციონი უნდა იყოს შესაბამისი, რომ ჩემმა სხეულმა ეს ყველაფერი აღიქოს ადეკვატურად და არ გადაიწვას. აი მაგ შემთხვევაში ხო რა რჩევები გექნება და შენი გამოცდილებაც მინდა ამაზე რომ მოვისმინო, შენ როგორ ახერხებ ამას?
ესეთი რაღაც არის რა, აი ეს თვითონ რო ამბობ, რომ რაღაც ბედნიერი რო ვიყო, მე მგონი ეს თქვი, რომ თუ კარგად რო ვიგრძნო თავიო, ჭამისგან ზოგადად არავისგან არ მსმენია, რომ ეთქვას, რომ ბევრი ცილო ჭამე და უიტეკა. ეგეთი რაღაც არა. ანუ შესაბამისად ეგ ნუტრიენტები არის ხშირ შემთხვევაში ცხიმი და ნახშირწყალი, ხო? თუნდაც ჯანსაღი ფორმით. ჩემ შემთხვევაშიც ეგრეა, ანუ როდესაც ნახშირწყალი და ცხიმი არის, ასე ვთქვათ, ჩემი საყვარელი, მაგრამ ჩვენ საუბარში მოვშივდა, ეხლა მოცილობაც. საყვარელი მაკრონუტრიენტები ამასთან ერთად ნახშირწყალი ეხმარება სეროტონინის გამომუშავებას და სეროტონინი კიდევ განწყობაზე მოქმედებს, ხო? შესაბამისად, როდესაც უფრო სტრესული პერიოდი გაქვს, მაგ დროს ორგანიზმი ავტომატურად ეს რაღაც კრეივინგებს, რასაც ვაძახით ნახშირწყლის მიმართ მოთხოვნილება რო ჩნდება, ეგ არის ორგანიზმის ბუნებრივი პასუხი იმ კონკრეტული სტრესის პერიოდის, იმიტომ რომ სეროტონინი აღარ გამომუშავდება იმ რაოდენობით, როგორც გამომუშავდებოდეს და ორგანიზმი, ასე ვთქვათ, ბიძგს გიკეთებს, რომ ანუ ჰეი, მომეცი ახლა ნახშირწყალი, რომ იქნებ ცოტა მეტი სეროტონინი გამოვიმუშავოთ და ასე ვთქვათ, ესე აბალანსებ. ჩემ შემთხვევაში მე რადგან ფიზიკურად ვარ ძალიან დატვირთული, ჩემი ასე ვთქვათ, მე ვიცი, რომ ნახშირწყალი არ უნდა დამაკლდეს, იმიტომ რომ ნახშირწყალი თუ მომაკლდა, მე უკვე უენერგიოთ ვარ, როგორც ასე ვთქვათ, ანუ თან ფიზიკურად აქტიური და თან მენტალურადაც საკმაოდ აქტიური ვარ, ხო? იქ რაღაც კომპანიას მართავ, ეს მოსწავლეები მყავს, ასე შემდეგ. და თუ ზედმეტი მომივიდა ვარჯიში, ეგეც ცუდია ჩემთვის, მაგრამ თუ ვივარჯიშე და თან ნახშირწყალი დავაკელი, მე უკვე ესიც მიჭირს, რომ კონცენტრაცია მოვახდინო და რაღაცაზე განგრძობითად ვიფიქრო, ან ამე რთული პრობლემა გადავჭრა სიტყვაზე. შესაბამისად, ხო, ანუ ეგეთ დროს ურჩევ ხოლმე ნახშირწყლის მიღებას, იმიტომ რომ ტვინისთვის პრიორიტეტული ენერგიის წყარო არის გლუკოზა. ანუ აი ეგ ზუსტად ეგ უნდა ვეკითხა, ვეთქი, და ეს გლუკოზა და ნახშირწყალი, რომ შენ რა ფორმას ურჩევდი მაყურებელს, რომ ყველაზე ისეთი აი მარტივად მისაღები ფორმით მიიღონ, რომ არ დაჭირდეთ ბევრი რაღაც, არ ვიცი, მომზადება, ფიქრი ამაზე, რომ ყველაზე ისეთი go to რა არის მაგ შემთხვევაში? ხილი. კი. ხილი, ანუ რა ვიცი, წიწიბურა სიტყვაზე, აი ეს მარტი ბრინჯი მაგალითად, ხო, ოღონდ დაბალანსებული ორივე აუცილებლად, იმიტომ რომ რაც არ გვინდა არის ის, რომ მეტაბოლური ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია, რომ სისხლში შაქარი ძალიან არ ავარდეს, იმიტომ რომ გრძელვადიანად მოკლედ მეტაბოლური ჯანმრთელობისთვის ესე ჯობია, იმიტომ რომ რო ვარდება სისხლში შაქარი, შემდეგ ინსულინი გამოიყოფა, აბინავებს ამ შაქარს, შემდეგ ეცემა ქვევით და გვაქვს მოკლედ ვართ შაქრის როლერ კოსტერზე, ასე ვთქვათ. ხო და დაბალანსებული სახით უბრალოდ ხო მაგალითად ესეთი მითია კიდევ მითებს რომ დაუბრუნდეთ რომ ხილი უნდა ჭამო აუცილებლად ჭამამდე 1 საათით ადრე იმისთვის რომ რაღაც მეც მსმენია კი რომ რაღაც აითვისო ანუ დღეს ეგ ხედვა აღარ არის, იმიტომ რომ უბრალოდ იმას აკეთებ, კი ბოჭკოს შეიცავს ხილი, თუმცა შედარებით ცოტა რაოდენობით თუ კენკრაზე არ არის საუბარი. შესაბამისად სისხლში შაქარი, ანუ გეწევა და ერთი რომ სისხლში შაქარი გეწევა და მეორე ის რომ უბრალოდ უფრო მეტად ხშირად რთავ უკვე აქ სისტემას, ხო? ანუ იმისთვის რომ ჯანსაღი მეტაბოლიზმი შეინარჩუნო, დღის განმავლობაში ჩემი ხედვა ესეთია, რომ უნდა შეამცირო სნეკაობის მომენტები, ხო? ანუ ჭამიდან ჭამამდე და აქ ერთი ლუკმაც იგულისხმება, იმიტომ რომ ერთი ლუკმაც კი რთავს თვალ სისტემას. უნდა იყოს შუალედი 3-4 საათი მინიმუმ. ჭამებს შორის. ჭამებს შორის კი და შესაბამისად თუ ხილს მიიღებ, ჭამო 1 საათი ადრე, ჭამე ხილი, ეს სისტემა ჩაირთე, მე თითქოს დაუბრუნდა თავის ნორმას და შენ კიდე მიაწოდე, მე უკვე იწყებ რეალურ ჭამას. ხვდები, ანუ და ჭამის მერე რო ჭამო ხილი? კი. ანუ ეგ არის რეკომენდაცია, რომ ჭამის მერე მიაყოლო დესერტად კი. ხო, იმიტომ რომ მეც რო ვიხსენე ხო ჩემო ბიოლოგიის მასწავლებელო ადრე გვასწავლა ეგრე რომ აი ჭამამდე უნდა მიირთვათ ხილი, მერე რო შეჭამთ და მერე უნდა გავიდეს 20 წუთი რომ სიგნალი მივიდეს ტვინამდე რომ შენ დანაყრდი. აი ეგ მახსოვს ის ჩაბეტონებული ტვინში. და მაგაზეც ხوار შეცვლილა რა მე აი ეს 20 წუთი ეს დღეს მაგ გაიდლაინებით აღარ ხელმძღვანელობ დღეს ერთადერთი mindfulness-ის ხარ იმას გავაგრძელებ. რამდენად სწრაფად ჭამ მაგას აქვს ასევე მნიშვნელობა. ხო შენ მე ვარ
ძალიან ჩქარი მჭამელი. ზოგადად ჩქარი ხო. ტემპი მაქვს ყველგან, მაგრამ ჭამაშიც გამოისახება ეს. ანუ სადმე რო ვარ, მე უკვე მორჩენილი ვარ ჭამაზე, ეს ველოდები ხოლმე და კი, ეს ცუდია მნიშვნელობა ალბათ. აქვს. კი, ანუ როცა ხეჭავ საჭმელს, ამ დროს გამოიყოფა ფერმენტები, რაც გეხმარება ამ საჭმლის მონელებაში. შესაბამისად, და თან რაც უფრო მეტად დააქუცმაცებ აქედანვე, მით უფრო ნაკლებ, ასე ვთქვათ, საქმეს მისცემ შენს მომნელებელ სისტემას, ხო? ეხლა ხვდები mindful რატო ქვია, იმიტომ რომ mindfulness ხო რაც ცნობიერებას მოიცავს და გაწონასწორებულ ბალანსს არც ძალიან ჩქარა, არც ნელაი რა შუალედში და იგივე ტემპი ყველაფერზე გადადის, ეგ mindfulness ტემპზეც, რაოდენობაზეც ალბათ საკვების ყველაფერზე. კი, ნამდვილად, კი. და აქაც ანუ ზომიერი ტემპი არის მნიშვნელოვანი და კარგად დამუშავება, ხო, რომ კი, ნუ მნიშვნელოვანია იქ რომ თან ეკრანი არ ქონდეს, რაც ახლა ვიცი რომ ცოტა ისეთი მოთხოვნა, ზედმეტი მოთხოვნაა, მაგრამ ეკრანი არ ქონდეს და აკვირდებოდე ტექსტურას, ასე ვთქვათ რა, ანუ რასაც ჭამ. მედიტაციასავით რო იყოს, ხო, აი ტექსტურას, რა ტემპერატურისა და ასე შემდეგ. ეგ რა მაგარია და ეკრანი ერთი ალბათ იმიტომ შეიძლება რომ ყურადღება მიაქვს და მეორე ეგ ინფორმაციაც ხო შემოდის ჩვენში, ანუ გონებრივ სხეულში და აქ ფიზიკურ სხეულში საკვებს მიირთმევ და თან იქიდან გონე რაღაც აჯობსანდალი შეიძლება იყოს. კი, კაი დაკვირვება, მაგაზე არ მიფიქრია სავარაუდოდ, კი, ანუ უბრალოდ ხო რა, multitasking-ია რა, ერთ რაღაცას არ აცდი ორგანიზმს და თან mindful-აც არ ხარ. შეიძლება რომ გადააჭარბო ეგრე თან რა, ხვდები, ანუ როცა ჭამ და თან რაღაცას აკეთებ, აი შეიძლება ზუსტად mindful არ იყო რაოდენობაზე, მაგალითად გაგეპაროს. ამიტომ ურჩევ ხოლმე რომ მაგალითად ესეთი ფორმა არსებობს, ესე ამუშავებენ ხოლმე ამ ჩვევას, როდესაც ლუკმას ჩაიდებ, ჩანგალიან კოვზით დადო. ლუკმებს შორის. აკვირდები, მერე ისევ. ხო, ვაი, არ მსმენია არასდროს რა საინტერესოა. ან ტაიმერი დაიყენო და თქვა რომ აი ხა 10 წუთი უნდა ჭამდე და ეგ მერე საზღვრო რამდენად ნელა უნდა ხეჭავდე, ასე ვთქვათ რა. ეხლა სანამ გადავალთ ისეთ თავარ ერთ-ერთ საკვანძო თემასთან, რაც არის ხორცი და თევზი, ვეგეტარიანელობა, პასკეტარიანელობა, ვეგანობა, ეგ ცნებები, შენ რო თქვი შუალედები, მაგაზე გამახსენდა იკიგაი არის იაპონური წიგნი, როგორი ცხოვრო დიდხანს და ბედნიერად. და მან ერთი კუნძული არის იაპონელები, სადაც ხალხი ცხოვრობს 110 წელი, 105, 115, რაც სასწაული შედეგებია და ამ და წიგში არის ინტერვიუები სხვადასხვა დიდხანს მაცხოვრებლებთან და ერთს რო კითხეს რა არის შენი საიდუმლო, ამან თქვა რომ პატარა ულუფებით ვჭამო დღეში 1-4-5 ანუ მე შეიძლება მაგალითად ერთხელ ვჭამო შუადღეს ბევრი და აღარ ვჭამო საერთოდ ეგ მთელი დღე. ეგეც ალბათ არასწორი არის და იქეთ ვინც დიდხანს ცხოვრობს და ეს დადასტურებული ფაქტია თქვენს რომ პატარა ულუფებით დღეში 4-ჯერ ან 5-ჯერ ვიკვებებით და ბედნიერად ვგრძნობ თავს, იმიტომ რომ მეც მქონია ეგ მომენტი, რომ ერთხელ ბევრი ვჭამდი და დამძიმებული ვარ, ცუდად ვარ, ენერგია მეტი მიდის საჭმლის გადამუშავებაზე, შესაბამისად გონებაც იქეთ არის უფრო მიმართული და ნუ მოკლედ თავში ხელებს ვირტყავ და ან პირიქით ყოფილა, რომ აი ზომიერად მივირთვი საკვები და აი რაღაც უფრო შუალედში ვარ და ამაზე რა არის შენი რეკომენდაცია, რა არის ის რაოდენობა დღეში რამდენჯერ უნდა მიირთვა, როგორი რაოდენობა უნდა იყოს ეს და ხო, აი მაინტერესებს. მე ურჩევ ხოლმე 3-4 ჯერ და ძირითადად 3 არის ძირითადი და 1 არის დაბალანსებული სნექი. და ჭამებს, ნუ რაოდენობა რა თქმა უნდა ერთმნიშვნელოვნად არ უნდა აჭარბებდეს იმ დოზას, რა დოზის იქითაც შენ ეს full როგორც ნა თავს აი მძიმე წეღან რაც ახსენე, ხო? და ეგ ყველა ადამიანმა ალბათ თვითონ უნდა გამოიკვლიოს თავისი ლიმიტი რა არის. ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია, სხვათა შორის კარგი რაღაც გამახსენე, თვით გამორკვევა და თვით რეფლექსიასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა, რომ აკავშირებ რაღაც შენ კონკრეტულ აქციელს, მაგალითად, რაღაც კონკრეტულ შედეგთან. აი სიტყვაზე გვიან ვჭამე ღამე და დილით უენერგიოდ გავიღვიძე, მაგალითად. დღეს ვარჯიშზე წავედი და იქიდან რომ მოვედი, ძალიან ბედნიერი ვიყავი და ენერგიით სავსე. გაცილებთ უფრო გიმარტივდება, აი ამ კავშირების დაჭერა, რომ შემდეგ უფრო ჯანსაღი გადაწყვეტილებები მიიღო. ძალიან საინტერესოა. მე ჩავხვედრილ ვარ 104 წლის, ვიტყვი მოკლედ მოვყვები 104 წლის ფებო, რომელიც ჩემი მშობლების მეზობელია და მას ვკითხე რა, მის რა იყო საიდუმლო როგორ მოვიდა აქამდე და
ურთიერთობები თქვა ვау. პირველი ანუ ყავდა ძალიან კარგი მამა, ქმარი და მეგობრები მეორე თქვა ის რომ ფიზიკურად იყო ძალიან აქტიური აი ვიღაცების ღობეზე ძრებოდა რომ ფეხბურთი ეთამაშა მოედანზე და რაღაც მსგავსი რაღაცები მომიყვა და ყოველ დღე ჭამდა მაწონს ხო ესეც გაიყვანა ასე ვთქვათ ამ იმაში მაწონი ანუ ფერმენტირებული საკვები რაშიც ცოცხლობენ ბევრი ბაქტერიები ხო ეს წეღანაზე საუბრობდით მიკრობიომზე ასევე ერთ-ერთი რჩევა დღესდღეობით კვლევები რასაც ადასტურებს არის ის რომ 2-3 პორცია ფერმენტირებული საკვები რომ გქონდეს რაციონში ესეც ძალიან დაგეხმარება ნაწლავის სიჯანსაღეში ყოველ დღე კი ხო ეს ფერმენტირებული არის იოგურტი, ბერძნული იოგურტი, მაწონი რძეც გადის ხო ალბათ არა? არა, მრზე ფერმენტირებული არ არის. არ არის, ოკეი. ხო, არა. კეფირი შეგიძლია კიდევ ასევე მისო, ტემპე თუ სოია მოგწონს, კიმჩი მაგალითად მწნილი. ოღონდ და ძმრის გარეშე, ანუ ბევრი ხელოვნურად ანუ ამჟავებს ძმრით და ეს ბაქტერიებს კლავს, ანუ ბუნებრივად დამწნილებული. ქართველებს გვაქვს რა ჩვენი უნიკალური ეგეთი რაღაც საკვები, რაც ჩვენ ესე ვთქვათ ეგეც ხო განსხვავება მაგალითად აი აზიური კულტურები და უფრო ზღვისპირა კულტურები მეტ თევზს ჭამენ. შესაბამისად რაღაც საკვები თითქოს დიდხანს რო არის მათ რაციონში გინდა არ გინდა საუკუნეების მერე რაღაც გენეტიკაში უკვე შეაქვს ცვლილებები ასე თუ ისე თვითონაც ნუ მაგას იძახიან რომ უფრო მეტი გამომგონებლები რო ყავთ ესე ვთქვათ შორეულ აზიაში დამსახურება არის თევზის და იმ ყველა ვიტამინის რაც თევზი შეიცავს და აი ქართველებს ჩვენ ამ შემთხვევაში რამე ისეთი დამახასიათებელი საკვები გვაქვს რაც აი ყველა ადამიანს ერგება განურჩევლად მისი რაღაც საინტერესო კითხვა არ ვიცი. ხო. მართლა არ ვიცი, არც მიფიქრია მაგაზე სიმართლე გითხრა. ნიგოზი ალბათ. ძალიან მაგარი ვიგნება არის. მართლა ნიგოზი გამოდის ეგ რა ყველგან გვიყვარს ნიგოზი. ყველაფერს უხდება ზამთარ ზაფხულში, ანუ უნივერსალურად სულ არის ეგ. კი, ყველაფერშია მართლა. შეიძლება ეგ იყოს. ხო, კაი. მაგრამ კარგი კითხვა ჩამინერგე. ხო, მაგაზეც მე ვიფიქროთ და აი ხა რო ვისაუბროთ უკვე და ეს ჩემთვისაც ძალიან იდე უფრო საინტერესო თემა არის, იმიტომ რომ გამოვლილი მაქვს ეს და მეტად მაინტერესებს სიტყვაზე რა შესაძლოა შეცნობი დაუშვიან როგორ შემიძლია უკეთ მივმართო ეს არის ვეგეტარიანელობა, პასკეტარიანელობა და ან პირიქით ხორცის ჭამა. მე მაგალითად ვიყავი 4 წელი ვეგეტარიანელი, ეს გადაწყვეტილება გააზრებულად მივიღე, მაგრამ ხო აი როგორც თქვი დაწყებამდე არ ვიღებდი საკმარის რაოდენობას მცენარეული ვიტამინების ხილი ასე შემდეგ ვჭამდი მეტ ცომს ანუ რაღაც მძიმე ამ ნახშირწყლებს ეს მიმძიმდებოდა ორგანიზმი და შესაბამისად ხშირად რამე ისეთი სამუშაოს დროს შეიძლება მარტივად აი ენერგია აღარ მაქვს რაღაცა სტრესული გარემო მოხდა всё მოუწყდი და ნუ მე დავიწყე ნელ-ნელა თევზის ჭამა და ბოლოს ისევ გადავედი ხორცის ჭამაზე ჯერ მაინტერესებს ამაზე რომ ვისაუბროთ ზოგადად აი ამ mindfulness-ში და deep health-ში რამდენად მიღებული არის ხორცის მოხმარება, თევზის მოხმარება, რა ესე ვთქვათ, დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ამას ჩვენ ორგანიზმზე და არის თუ არა ეგეთი გრადაციები ჯანმრთელობისთვის მისაღები, რომ აი ჯერ არ ჭამ ხორცს, მე უცბად იწყებ ჭამას, აი მანდაც ალბათ ზღვარია დასაჭერი ისეთი ფაქიზი გასაფრთხილო არა? ხო, თუ არ ჭამ რომ მე 7 წელი ვიყავ ვეგეტარიანელი, თუ არ ჭამ და უცებ იწყებ ხორცის ჭამას, მნიშვნელოვანია რომ ფერმენტები მიიღო აბების სახით, იმიტომ რომ ორგანიზმს დაუწყებული აქვს მისი მონელება აღარ იცის შესაბამისად ამ ფერმენტებით ეხმარები რაღაც პერიოდის განმავლობაში. აი B ვიტამინი და ომეგა 3 ეგეთ რაღაცებს გულისხმობ? თუ ფერმენტები არის არა აბები რო თქვი მაგაზე ფერმენტიში ვიგულისხმე ანუ ფერმენტი რომ მიიღო აბის სახით კი თვითონ ენზიმები ასე ვთქვათ ინგლისურად რომ ვთქვათ ხო და რაც შეეხება თვითონ ჭამა არ ჭამას ხორცის ნუ ამაზეც ზოგადად ნუტრიცია ხო იცი როგორ არის რა ერთმანეთის გამომრიცხავ ინფორმაცია შეიძლება აი 5 წუთის წინ ნახო რაღაც ერთი და გამომრიცხავე მეორე წამს რა ხო
ზოგადად ბევრი მოხმარება რეკომენდირებული არ არის, ხო? აი განსაკუთრებით წითელი ხორცის იქიდან გამომდინარე, რომ აქვს ბევრი ნაჯერი ცხიმი. ეს კიდევ ერთხელ ეს ჩემი Precision Nutrition-ის სერტიფიკატიც მაქვს, იმის მიხედვით ვსაუბრობ და იქ ხო. თვითონაც ბევრ კვლევებზე აყრდნობენ ამას. ერთი ძალიან დიდი დადებითი რაც შეიძლება რომ ხორცს გქონდეს, არის ცილა. ყველაზე ეფექტური წყაროა, ასე ვთქვათ, ცილის და აი შენი უენერგიობა რაც ახსენე წეღან, ხო? სავარაუდოდ ერთი რატომაც გქონდა უენერგიობა იყო ცილის ნაკლებობა. იმიტომ რომ ცილა ზოგადად ესე პირდაპირ ენერგიას არ გაძლევს, თუმცა იმდენად ბევრ ფუნქციას ასრულებს, ხო, წეღანების ჩამოთვალეთ, რომ მისი ნაკლებობა შემდეგ უკვე აისახება ენერგიაზეც, იმიტომ რომ ორგანიზმი აღარ იცის უკვე რაში გამოიყენოს. ხორცეული ცილა და მცენარეული განსხვავდება? განსხვავდება ერთმანეთისგან ამინომჟავების პროფილი, ხო, ანუ როგორ ხდება ცილის მეტაბოლიზმი, ცილას რო ჭამ, ამინომჟავებად იშლება და შემდეგ ამ ამინომჟავებიდან ახალი ცილები იგება. ხო, არსებობს 9 აუცილებელი ამინომჟავა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმი თავისით ვერ აკეთებს ამ ამინომჟავებს. ანუ საკვებიდან აუცილებლად უნდა მიიღო, ხო? თუ მაგალითად ხარ ფიზიკურად აქტიური, თუ გინდა კუნთური მასის გაზრდა, გაძლევთ უფრო ეფექტური ამინომჟავების პროფილი აქვს ცხოველურ პროდუქტებს, მათ შორის ხორცსაც და რძის პროდუქტებსაც სიტყვაზე, ხო? ხო, მაგრამ შეგიძლია რომ მიიღო მცენარეული პროდუქტებისგანაც, როგორიც არის მუხუდო, ლობიო, სოიო, ტოფუ მაგალითად კიდევ ედამამე წეღანრეების ჩამოთვალეთ. შეგიძლია მიიღო, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ მცენარეულ ცილასთან ერთად ხშირ შემთხვევაში მოდის ბევრი ნახშირწყალიც, ხო? შესაბამისად, იქ საერთოდ არაა ნახშირწყლები. ხო, არ არის. წმინდად ცილას ღებულა. ცილა, ნუ რძის პროდუქტებში არის ნახშირწყალი, კი. თუმცა ცხოველურში, ანუ ხორცში არის, კი. იგივე ვრცელდება თევზზეც? თევზზეც იგივე ვრცელდება, კი. ანუ ცხიმის და ცილის ერთია, ასე ვთქვათ რა, ხორცში და რძის პროდუქტებში ნახშირწყალიც გვხვდება, კი. და აი უშუალოდ ნუტრიციულ დონეზე პასკეტარიანელობა და ხორცის ჭამელობა განსხვავდება თუ უბრალოდ შენი მორალური არჩევანია რომ ირჩევ რომ ის ხორცი არ ვჭამო და თევზი შეიძლება ანუ ნუტრიციულ დონეზე ერთი და იგივე რაღაცებს ღებულობ თუ ხორცში უფრო მეტია ვიდრე თევზში? ხორცში უფრო მეტია, ცილას რაც შეეხება, ხორცში უფრო მეტია. თუმცა სხვა ნუტრიენტებს რომ გადავხედავ, მაგალითად კიდევ ხორცისთვის მნიშვნელოვანი B12 ვიტამინია და სხვა B-ჯგუფის ვიტამინები, რაც თევზსაც აქვს. და თევზი კიდევ გამოირჩევა იმით, რომ ომეგა-3 ცუცხიმიანი თევზია, ომეგა-3-ს ვიღებთ აქედან, ხო? ანუ შესაბამისად, ეს სხვაობა ნამდვილად არის, რომ ცილა უფრო მეტია ხორცის პროდუქტებში. ქათმის მკერდში უფრო სწორად რა, თორე ანუ თევზში, მაგალითად ორაგულში და სიტყვაზე ძროხის ხორცში დაახლოებით ერთი და იგივე რაოდენობის ცილაა. ანუ შესაძლებელია რომ მხოლოდ თევზი და ბოსტნეული ჭამო და ყველა საჭირო ვიტამინი და ნიუტრიენტი მიიღო და არ მოგიწიოს საქონლის ხორცის ჭამა, სიტყვაზე ან ქათმის. კი. აი ამინომჟავების პროფილს ახლა ზუსტად ძალიან ადრე გადავხადი, არ მახსოვს, მაგრამ იგივე უნდა იყოს ამინომჟავების პროფილიც, ხო? ეს წეღან კუნთური მასა რო ვახსენე. თუმცა ნახე მეორეს მხრივ შემოდის კიდევ ის მომენტი, რომ ბევრი თევზი რო ჭამო, მერე უკვე მერკურის რისკის ქვეშ დგები, მერკური ვერცხლისწყალი, ხო, რაც ანუ ოკეანიდან მომდინარეობს და თუ არ არის ასე ვთქვათ კარგად გადამუშავებული, შეიძლება მერკურის იღებდე, მაგალითად თინუსისგან. კი. ანუ არ უნდა შეიცავდეს, თუ არასათანადო პირობებში არის მოყვანილი, ასე ვთქვათ, შეიძლება შეიცავდეს. და გადამეტებული რაოდენობით შეიძლება, ანუ ბევრი ვერცხლისწყალი და ანუ უშუალოდ რას ურტყავს ორგანიზმში, ეკო? არ ვიცი. მართლა არ ვიცი, მაგრამ სასარგებლო არ არის. ხო, სასარგებლო, ხო, ნუ გადამეტებული რო არის უკვე არ არის კარგი. ტოქსიკაციას სავარაუდოდ რა, ღვიძლს ესე მგონია რომ ღვიძლს უნდა უტყამდეს, კი. ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ აი გადამეტებაზე ეგ პირველად რო გავიგე, მქონდა აი საბუნებისმეტყველო შოკი, რომ წიწაკა იმიტომ არის მწარე, რომ იქ ძალიან გადაჭარბებული გლუკოზა არის. და მეთქი, ვაიმე რა მაგარია, რომ იმდენი სიტკბოა, რომ გაამწარა. ხო და მოკლედ საოცარი არის ეგ და თქვები და აი გრადაციაზე რომ ვთქვათ
როგორი ზოგადად მაინტერესებს ხორცის ჭამა აუცილებელია თუ არა ამ deep health-ის მიხედვით. და ანუ თუ არ ჭამ, შემდეგ და გადაწყვიტე ჭამა ამ პირიქით ჭამ და გადაწყვიტე არ ჭამა, აი რო გადახვიდე ამ ორ კონდიციას შორის რა არის საშუალო ხანგრძლივი პერიოდი. ეს ერთ დღეს თქვა რომ მე აღარ ვჭამეს შეიძლება დაგარტყას და იმიტომ რომ ორგანიზმი ამდენი წელი მიჩვეულია ერთსა და იმავე ინფორმაციას და უცოტში ნაცლია მას. არ მგონია რომ ეგ პირიქით ანუ თუ არ ჭამდა ჭამ ეგ დარტყმა, მაგრამ თუ ჭამდა მე აღარ ჭამ ეგ არ არის დიდი დარტყმა თუ ცილას სხვა რამით ჩაანაცვლებ. მაგრამ შეიძლება უბრალოდ დარტყმა იყოს ფსიქოლოგიური. ფსიქოლოგიური იქნება. თუ გიყვარს განსაკუთრებით. ხო, ორგანიზმი გააგრძელებს ფუნქციონირებას ჩვეულებრივად, შემოვლოთ სხვა ფორმით მიაწვდია ამ ინფორმაციას, მაგრამ ფსიქოლოგიურად უკვე შეიძლება კი. ვახ, ეგ საფრთხილო საქმე არის, საკმაოდ, იმიტომ რომ შეიძლება ან ზოგიზე შეიძლება ძალიან დიდი ზეგავლენა იქონიოს. მეც მქონია ეგ მომენტი, რომ საკვები ხანდახან იმდენად გემრიელად გამოიყურებოდა, რომ აი ეგ ის გიჩენს რა, რაღაც ცხოველურ იმპულსს რომ მიირთვა ეგეც და ყურადღების ქვეშ უნდა მოაქციო და ამაში გვეხმარება რეალურად ჩვენ mindful eating-ი. კი, ნამდვილად. მეც ანუ მე არ მქონია ეგ სხვათა შორის როცა ვეგეტარიანელი ვიყავი, ანუ ესე არ მომდომებია. არა, ხო, რაღაც იმდენად გათავისებული მქონდა, რომ ანუ იმდენად არ იყო საჩემო, რომ მე ალბათ უკვე ბოლოსკენ, აი სანამ გავაგრძელებდი, აი უკვე ისე ვიყავი, რომ აი რო უყურებ რაც ბუგეს და უკბილებს რო აკრაჩუნებს ხო აი ცოტა. მე აქტიური ვარჯიში დავიწყე მაშინ 7 წელი ხო ვიყავი და მე აქტიური ვარჯიში დავიწყე მივხვდი რომ ცილას სხვანაირად ვერ ვიღებდი და თუ ცილას სხვანაირად ვერ იღებ ან ფიზიკ ორგანიზმმა მომთხოვა თვითონ რა ნუ ჩემით ჩარევა არ ყოფილა მათ და ვეღარ აღიდგენ მოკლედ ფუნქციას და მე ხარ უენერგიოთ და ამაში გეხმარება ცილა რომ არ იყო ენერგიათ. და აი ეხა შენ რა შეგიძლია უთხრა სიტყვაზე ჩვენ მაყურებელს რომ აი ნელ-ნელა დაიწყონ გადასვლა აი ამ ჯანსაღ ესე ვთქვათ კვებაზე რა შეიძლება დაამატონ რაციონში პირიქით რომ აი როგორი კომბინაციები შეკრან საუზმის დროს აი როგორი идеალური საუზმე идеალური სადილი ვახშამი აი ხო შენ როგორ აბალანსებ ამას აი ეგ იმიტომ რომ მეც მაინტერესებს ეს მეც მჭირდება და შესაბამისად გისმენ. კი. ყველაზე ვურჩევ რომ იყოს დაბალანსებული და ცილა და პრიორიტეტას 30 გრამი მინიმუმ ანუ ნომერ პირველი რაც უნდა იყოს პრიორიტეტში არის ცილა. კი, ცილა. 30 გრამი. მეორე პრიორიტეტი მცენარეული პროდუქტების მრავალფეროვნება. ესეთი წიგნი არსებობს მე სახელი დამავიწყდა ავტორის მოკლედ წიგნი არსებობს სადაც ანუ ძალიან აქტიური gut health მკვლევარია ეს ადამიანი და ურჩევს რომ კვირის განმავლობაში მინიმუმ 30 სახეობა მცენარეული პროდუქტის მივიღოთ ხო ანუ ამაში იგულისხმება ყველანაირი მცენარე რაც კი გახსენდება სუნელების ჩათვლით შესაბამისად ამას ვურჩევდი რომ mindful გააცნობიერონ დაითვალონ რამდენი რა რაოდენობის მცენარეული პროდუქტი იღებენ კვირის განმავლობაში და შემდეგ ასე ვთქვათ ესადან რომ 30 სახეობამდე ავიდნენ. და მცენარეულში შენ რომელიმეს პრიორიტეტს მიანიჭებდი, სწორედ კიტრი, პომიდორი, ბროკოლი თუ მნიშვნელობა? არა, აი მცენარეულ ხილი ბოსტნეული, ნებისმიერი ხილი ბოსტნეული, თხილეული, თესლეული, ხო, ჩია, ნუში, ასე შემდეგ. პარკოსნები კიდევ ერთხელ მთელმარცვლიანები, ასევე, ანუ ყველანაირი მცენარე, რაც კი გახსენდება, რაც ბუნებისგან გაქვს მოცემული. ესე კონკრეტულად ვერ დავაპრიორიტეტებდი, ერთადერთი მთავარი არის ჩემი აზრით სიფერადე, ხო? ანუ იმიტომ რომ რაც უფრო მეტად ფერადია, შენი სიტყვაზე ხილი და ბოსტნეული, მით უფრო მეტ პოლიფინოლს, ანუ ანტიოქსიდანტს იღებ მათგან და ფერსაც რომ ხელა მნიშვნელობა აქვს. ფერსაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც უფრო მუქია, მით უფრო მეტი ანტიოქსიდანტი აქვს. ანუ მაგალითად ჭარხალში მეტია. მეტი აქვს, ჭარხალში მეტია, ასევე წითელ კომპოსტოს მეტი აქვს ვიდრე თეთრ კომპოსტოს, იმიტომ რომ ის მუქია და ასე შემდეგ.
ხო, ამას ურჩევდი, რომ ესეც ან გაერკვიონ, რამდენს იღებენ ეხლა და რომ ავიდნენ ამ სახეობამდე, ან თუნდაც გადააჭარბონ. მე ამას ვაქცევდით ყურადღებას. თუ მაგალითად ამ კვირაში მქონდა ბოსტნეულიდან ჭარხალი და წითელი კომბოსტო, შემდეგ კვირაში ვეცდები, რომ ისე დავგეგმო, რომ სტაფილო და ის დავა პრიორიტეტო, კი. ზოგადად მომარაგებისთვის ამას დიდ ყურადღებას ვაქცევ. ჯერ ვარჩევ ბოსტნეულს და თან ბევრი სახეობის, ან ბოსტნეულს ალბათ 6-7 სახეობისას ვარჩევ და იმის მიხედვით ვწყვეტ რა გავაკეთო. ანუ ეს რაღაც უკუღმა ვაკეთებ მე, იმიტომ რომ ეს პრიორიტეტია ჩემთვის. ხო, იმიტომ რომ ფსიქოლოგიურიც მგონია რა მხრივ იცი რომ twins უხარია მე სხვა ფორმის ნახვაც, იმიტომ რომ იმას რო ეჩვევი, გბეზდება თითქოს ერთი და იგივე და იქ უკვე სხვა ფერი შემოდის, სხვა ტექსტურა, სხვა სიმყარე საკვების და უკვე ფსიქოლოგიურადაც მეტი შეიძლება ეს ენდორფინი, დოპამინიც გამოყო უშუალოდ, იმიტომ რომ საჭმელი ჭამაც ხო ერთგვარი სიხარულის შეგრძნებასთანაც ხო სიამოვნებასა და ეგეც მაგასაც უნდა შევუწყო ხელი. კი, აუცილებლად. ამიტომ არის კარგი 80-20 წესი სხვა პოდკასტებშიც მისაუბრე ამაზე, რომ 80-20 ეგრე, ხო. რომ 80% იყოს ჯანსაღი, საკვები და 20% მისცე შენს თავს იმის შესაძლებლობა, რომ შედარებით არაჯანსაღი ის რაც გიყვარს, ესეც ანუ ამასაც დაუთმო ადგილი, ასე ვთქვათ, შენს ყოველდღიურობაში. ყოველ დღეც შეიძლება ეს 80-20 ანუ ხო. და თუ გინდა კვირის განმავლობაში, ანუ თავარია რომ 20% იყოს მხოლოდ რა, იმიტომ რომ აი თუ შენ მაგალითად ახლა დღეს უკვე ერთი, არ ვიცი, თებში ნახევარი ბოსტნეული გაქვს ნაჭამი, ხო, ანუ ნახევარი დავთვალე სამჯერ. ანუ შენ რომ მაგალითად შეჭამო რაღაც 2 რცხოვილა, ანუ ვერაფერს ვერ დააკლებს შენს მიკრობიომს. ჩემთვის ყოველთვის პრიორიტეტი ის არის, რომ ნაწლავის მიკრობიომი ხო, იქ უკვე ისეთ სიტუაცია გაქვს, რომ ის ვერაფერს იქ მონასტერს ვერ არევს, ხო. მონასტერს ვერ არევს, კი. ეგეც შენი 20% ეგ არის რა რეალურად. და ასევე ძალიან მაინტერესებს, რას ფიქრობ, აი ეხლა არის პოპულარული ეს კეტო დიეტა და რაღაცნაირი დიეტები ძალიან აკრძალვით და ეგეთი ტრენდია 36 საათი მარხვა. რომ საერთოდ მხოლოდ წყალს ვსვამ და ზოგადად მარხვაზე ნუ მე რაც წამიკითხავს სულიერ მხარეს თავი დავანებოთ ბიოლოგიურს როზე რო ვისაუბროთ მაგ დროს ხდება აი თვითონ ორგანიზმი წმინდავს თავის თავს აი როგორც კომპიუტერი გაუშვა გაწმენდაზე და ყველა ეს junk ფაილები რაც არის ყველაფერს წმინდავს ორგანიზმი მარხვის ხო შიმშილის დროს ხო და არა ეკლესიაში ხო შიმშილის დროს კი შიმშილის დროს კი ხო და ეს 36 საათი რამე დადგენილი წესია თუ ნაკლებიც შეიძლება აი ამაზე რას ფიქრობ და რამდენად აუცილებელია რომ ადამიანმა სიტყვაზე იშიმშილოს სანამ დაიწყებს უშუალოდ აი შენთან მოვიდა კოუჩინგზე ანუ უნდა უფრო მეტად ჯანსაღად იყვებოს და ჯერ სიტყვაზე გაწმინდა თავისი სხეული შინაგანად იშიმშილა 1-2 და მერე უკვე სუფთა ფურცელზე დაიწყო ყვება საინტერესო კითხვა. მნიშვნელოვანი არ არის ნამდვილად, ანუ ესე მე არ ვალდებულება ასე ვთქვათ, რომ ესე გააკეთონ. თუმცა ყველა ადამიანზე სხვადასხვანაირად მოქმედებს ეს შიმშილი რა, ანუ არსებობს რაღაც კვლევები, რაც მიუთითებს იმას, რომ ქალისთვის უფრო რთულია მაგალითად შიმშილის ატანა, კორტიზოლის დონე საკმაოდ მაღლა იწევს, ასევე თუ რაღაც ყოველდღიურობაში შეიძლება გაგიჭირდეს ჩართვა ხო, იქ ბავშვი ყავდეს მოსავლელი, იქ ხო, ქალაქში მაშინ არ უნდა იყო. აი სადღაც ბუნებაში ან რიტრიტზე უნდა წახვიდე, რომ მაქსიმალურად მაგას დაუთმო მთელი ენერგია ყველა სხეულის. კი. ეს 36 საათი ზუსტად ესე არ ვიცი საიდან მოვიდა, თუმცა აი მაგ ხო, არა ეს ინტერნეტში მოგსაკითხ ეს დაკანონებულიაც არ მგონია იყოს, ხო. კი, თუმცა აი აღდგენით პროცესებს ხო, რაც ავტოფაგიას ეძახიან, რომ საკუთარი თავის ჭამას იწყებს ორგანიზმი და ან მავნე რაღაცებს ჭამს. ეს უკვე 24 საათის შემდეგ იწყება. შეიძლება მაგით მანდიდან მოდის ეს 36 საათი, რომ ხო, კი. მაგროს წყალი შეიძლება რომ დალიო. ხოლო წყალი, კი. ხოლო წყალი. კი. ფასტინგის დროს ხოლო წყალი. ასევე შენახსენე ქალი და კაცი. აი დუალობებზეც რო ვისაუბროთ, ეგეც მნიშვნელოვანი მგონია, მაგაზეც ბევრი მითი არის, რომ ხორცი კაცმა აუცილებლად უნდა ჭამოს. აი ეს რომ მიღებო, აი რამე ფიზიონომიიდან გამომდინარე არის ეგეთი, რომ აი კაცმა ეს აი სასურველია მიირთვას ეს საკვები ბოსტნეული ხორცი, რაც ქალს პირიქით შეიძლება მეტი რაღაც ეს ჭირდებოდეს. აი ეგეთი რამე არის თუ არა? არაფერი არ არის ეგეთი. ალბათ ეგ ხედვა თუ რაღაც მითი, იმიტომ არსებობს რომ კაცმა ხორცი უნდა ჭამოს, რომ ნუ ჯერ იმიტომ რომ ტოქსიკურად ვართ გაზრდილები, ეგ ერთი საკითხია, მაგრამ
ზოგადად ბუნებრივად კაცს უფრო მეტი კუნთური მასა აქვს რა, ანუ ეს ბუნება თავიდან ბოლომდე კუნთური მასის შენარჩუნებაში ცილა იღებს მონაწილეობას. შესაბამისად, ხორცი გვაძლევს ყველაზე მეტ ცილას და ალბათ მანდედან შეიძლება ჰაი მანდ დავასკვნათ, რომ მაგრამ ესეთი უნდა ჭამოს. მაგრამ არა, მაგასაც არ მივესალმები. არც ბოსტნეული არაფერი ისეთი, რომ აი სქესზე გადანაწილდეს, ანუ ხო, ერთადერთი ქალის შემთხვევაში menstrual ციკლიდან გამომდინარე მიდრეკილები ვართ რკინის დეფიციტისკენ, შესაბამისად ამას შეიძლება რომ მიექცეს უფრო მეტი ყურადღება, რომ ვაშლი ჭამოს მეტი სიტუაცია. რკინის შემცველი საკვები მიიღოს მაგალითად. ოღონდ მაგას თავისი წესები აქვს კიდე, რომ უნდა მიიღო აუცილებლად მცენარეული რკინაცევი ვიტამინთან ერთად, რომ მისი ათვისება შეძლო მაგალითად და უნდა ჭამო კალციუმიანი საჭმლის განმოშორებით და კოფეინის განმოშორებით და მოკლედ ძალიან ბევრი წესი აქვს რკინის ათვისებას სამწუხაროდ. ამიტომაც არის ხშირად ზუსტად დეფიციტი. ხო. კიდე იცი რა მაინტერესებს, კვების დროს რა სითხეს მიირთო, მაგას რა მხოლოდ მნიშვნელობა აქვს. მენია რომ როცა ჭამ წყალი არ შეიძლება რომ დააყოლო, ან ბოლოს უნდა დაალიო, ან კვების დროს საერთოდ დალევა არ შეიძლება. აი ამაზე რამე თუ არის აკრძალები და არ შეიძლება არ არის ესე. ერთადერთი რაღაც კვლევა მაქვს ნანახი სხვათა შორის, რომ ანუ flushing-ს ან ჩარეცხვას უკეთებს წყალი ფერმენტებს, ხო? რაც საბოლოო ჯამში იმას ნიშნავს, რომ შეიძლება მარტივად ვეღარ მოინელო საჭმელი, თუმცა ხო ეს ერთი კვლევა მაქვს მხოლოდ ნანახი და ესა გადაჭრით ვერ ვიტყვი. რაც თავარია, არ უნდა დალიო იმდენი ალბათ, რომ თლიანად წყალმა შეგავსოს, გაგბეროს და დისკომფორტი იგრძნო. ამიტომ პრიორიტეტული უნდა იყოს ის, რომ ჯერ ის ნუტრიენტები, ანუ საჭმელი მიიღო, ასე ვთქვათ, და შესაძლებელია კლუბ-კლუბებით რომ სვა. ესე აკრძალული რომ არ შეიძლება მსგავსი რაღაც, ხო. მოკლედ მე ხარ როგორც დავინახე ჩვენი ამ ხელსაუბრის მე mindful eating-ი და deep health-ი არის უფრო დაბალანსებული, გაცნობიერებული და მეტად დაახლოებული ბუნებასთან. კი. ხო. ნამდვილად მეტად დაახლოებული ბუნებასთან კარგი შენიშვნა იქა, მაგრამ ცილა არ დავავიწყდეს. ხო, მაგრამ ანუ მან უკვე არჩევანზე არის თუ უნდა ვიღაცას ხორცს შეჭამს, ანუ ესე დაკანონებულად არ არის რომ მაინც და მაინც mindful eating-ში ხორცს არ ვჭამთ, ესე არ არის. არ არის, ერთმნიშვნელოვნად არ არის ეგრე. ხო. და აი ფინალს რომ მივახოდით უკვე მაინტერესებს შენ როგორ წარმოგიდგენია აი ეს კვების რაციონები ხო სულ იცვლება ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, ქალაქის დინამიკიდან გამომდინარე, რამდენი ფაქტორი ვახსენეთ ხო ეს ფსიქოლოგია, გარემო, ხასიათი ყველაფერი აი შენ როგორ ხედავ აი ესე დროში როცა აი ხელოვნური ინტელექტი მძვინვარებს, იცვლება ცხოვრების სტილი, ჩვენი გონებრივი სხეულიც უფრო მეტად ვითარდება როგორ შეიძლება მეტად დაუბრუნდეთ აი ამ ბუნებრივ ციკლს როგორ გონია რომ როგორი სახის საკვება შეიძლება უფრო იდომინიროს, რას გაუწევდი კიდე რეკომენდაციას, აი ეს უნივერსალურად სიტყვას თუ არის რამე რომ ვინც გვიყურებს რომ აი ჩაინტეგრიროს თავის რაციონში, მე მსვენია რაც მაგალითად ნუში, ბანანი, რომ აი მაქსიმალურად რომ კარგად იყო და ნუ არ ვიცი მაგაზე რას ფიქრობ, მაგრამ ეგეც ხარ რომ ეს სინათლით რო იკვებებიან მაგას ეძახიან რომ სინათლის ენერგიით იკვებებიან, მაგრამ ეს არის ძალიან რთული ბოლო ლეველი არის ესე ვთქვათ კვების და ხო საკმაოდ რთული, მაგრამ ხო აი რას ფიქრობ ამ ყველაფერზე? კონკრეტულად საკვებმა რომ მოგცეს ანუ mindful რომ გაგხადოს უფრო მეტად დაგაბრუნოს შენ საკუთარ თავთან ხო ბუნებასთან მეტად რომ დაბრუნდე და ისევ აი იმ კალაპოტში ჩაება რაც არის აი კირკადიული რიტმი, ბუნებრივი კვება, ბუნებრივი საჭმელი აი როგორ წარმოგიდგენია და რა სახის იქნება ეს, იმიტომ რომ ეს მაინც ცვალებადია, გინდა არ გინდა. კი, ცვალებადი ნამდვილად არის. ვიცი რა არის, მაგ შემთხვევაში ალბათ ესე კონკრეტულ საკვებს ალბათ რეკომენდაციას ვერ გავუწევ ან რეჟიმს, თუმცა მედიტაციას გავუწევდი ძალიან დიდ რეკომენდაციას, ხო, ისევ მივდივართ გაცნობიერებამდე, რომ ასე ვთქვათ, წეღან რაც ახსენე, რომ საკუთარ თავს დაუბრუნდეო, ხო, იმიტომ რომ ნამდვილად რამდენი სახის ინფორმაცია შემოდის ჩვენამდე, რამდენ ადამიანთან შეგვიძლია რომ ერთდროულად გქონდეს კომუნიკაცია, ანუ ასე ვთქვათ, დაბინძურებულია ტვინი ამდენი ინფორმაციისგან და მედიტაცია ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე არის საუკეთესო ხერხი, რომ ეს ასე ვთქვათ, დაბინძურებისგან რომ გათავისუფლდე და უფრო present, ანუ აქ და ახლა იყო და დაუკავშირდე შენს საჭმელსაც და შენს გარემოსაც.
თუ უფრო ცნობიერად მოიპყრო საკვებსაც. უფრო ეგ ცნობიერად მეც მჭირდება მოიპყროს. ხოლმე ეგ შეხსენება. კი. შეიძლება მართლა რაღაც ძალიან ჩქარი ტემპით ვჭამდი, საერთოდ არ ვიაზრებდი რას ვჭამ, მოსწრებაზე ვიყო რომ მე საქმე მაქვს და ეს მჭირდება რომ გავაკეთო და რეალურად სწორედ რომ მეჭამა და გააზრებულად სულ სხვა შედეგი შეიძლება და მიმეღო იქ რისთვისაც მივდიო რა, ეგ მნიშვნელობა აქვს მაგას. ძალიან დიდი პირდაპირ კავშირშია საჭმელი ენერგიასთან, განწყობასთან. ბევრი მაგალითი შემიძლია რომ მოვიყვანო მართლა, ან პირდაპირ კავშირშია. ამიტომ რაც უფრო მეტად გაცნობიერებული გააკეთებ ამას, მით უფრო გააზრდი იმის შანსს, რომ ენერგიულად იყო და კარგ ხასიათზე გაიღვიძო, ხო? აი, სეროტონინი ვახსენეს წეღან 70% და მეტიც თუ სწორად მახსოვს, გამომუშავდება ნაწლავში, ხო? ეს სეროტონინი არის განწყობის ნეიროტრანსმიტერი და ჰორმონი და თუ ნაწლავი მოუწესრიგებელი გაქვს ეს სეროტონინი იმ რაოდენობით აღარ გამოგეყოფა და ვეღარ იწარმოება, რა რაოდენობითაც გჭირდება შესაბამისად პირდაპირ აისახება ეს შენს განწყობაზე, ამიტომ მნიშვნელობა აქვს იმას, რას იღებ. და შენ გქონია ესეთი მომენტი, რომ დაიწყე აი პირველი ნაბიჯების გაცნობიერებლად ყვება და თითქოს შენი შინაგანი ორგანიზმი კარნახობს, აი ხა ჯანსაღი რა იქნება და თვითონ გეუბნება რაციონს. ანუ ეხა ხო შენ ეუბნები სხვებს როგორ ჯობია, მაგრამ შენმა თავმა გითხრათ, ეგეთი გამოცდილება ქონია რამე? რა საინტერესოა. აი ეგ გააზრება მაშინ მქონდა ის იგნი რომ წავიკითხე და რო გითხარი რომ გვირჩევდა თქო 30 სახეობა ის მიგეღო. ეგ გააზრება მქონდა მაშინ კი და მერე მივხვდი აი რომ დავიწყე რეალურად სისრულეში რომ მოვიყვანე ეგ ჩელენჯი რომ დაუსახე ჩემ თავს და ავედი და გადავაჭარბე 70-ს. მერე მივხვდი რამდენად მნიშვნელოვანი ყოფილა თურმე ეს და ის სულ 3 კვირა დამჭირდა რომ დავტანჯულიყავი ამის შემდეგ პირიქით ტანჯვა ის არის ახლა როცა არ ვჭამ ეგრე თუ სადმე წავედი და ბოსტნეული არ დამახვედრეს ჩემი მოხარშული არა ბოდიში ჩემი მომზადებული ჭარხლით მივდივარ ხო მაგარი არის დათული მადლობა ძალიან დიდი გაზიარებისთვის ესეთი ინფორმაციის მგონია ბევრს გამოადგება ის ინფორმაცია და ვისაც მეტი დაინტერესებს ამასთან მიმართებაში პირველ რიგში დაიწყოს მაინდ გაცნობიერებულად ყვება და კვირვებამაც და მე თუ სიტყვას დალაგება დაჭირდა შენთან ნებისმიერ დროს შეუძლია რომ უფრო კომპლექსურად ეს ჩაშალოს მოკლედ მადლობა ასავე ძალიან საინტერესო იყო ანდრა მიხარი მეგობრებო ეს იყო შენი პოდკასტი მომავალ შეხვედრამდე